Საღამოშვიდობის ყველას, კვლავ მოგესალმებით პარაბელუმზე, როგორც ხედავთ, ჩემთან ერთად არიან გენერალი კაპიტინი და დანიელე მორო. დაწყებამდე ვეცდები მცირე შეჯამება დავაკეთო იმისა, რაც მოხდა ამ კვირებში. რადგან, რა თქმა უნდა, ცეცხლის შეწყვეტის დროს ბევრი დარღვევა მოხდა, მაგრამ ეს დარღვევები არ იყო უსაფუძვლო. რეალურად ორივე მხარე ცდილობდა თავისი ინტერესები დაეცვა. მათ ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ომის დაბრუნება წინა კინეტიკურ დონეზე, ანუ ღია კონფლიქტის დონეზე. თუმცა, მაინც ბევრი ქმედება მოხდა ორივე მხრიდან. ორი დღის წინ 26-25-სა და 26 შორის შეერთებულმა შტატებმა დაარტყა ნავებს, რომლებიც პრაქტიკულად ლარაქის კუნძულიდან გამოდიოდნენ. რომელიც რუკაზე ჩანს, მათთვის, ვინც ამაზე სუპერერუდირებული არ არის. როგორია მდგომარეობა ორმუზის სრუტეში, ეს კუნძული აქვს, რომელსაც ირანელები თავიანთ ჩაძირვას შეუძლებელ ავიამზიდად მიიჩნევენ. ამ კუნძულზე, რომელიც ფაქტობრივად დამოკლეს, מחვილივით კიდია ორმუზის საზღვაო მიმოსვლას, განთავსებულია როგორც ანტიგემის სარაკეტო სისტემები, ასევე მრავალი სხვა ობიექტი. ასევე დამალული მცირე მღვიმეებით და ასე შემდეგ. საიდანაც გამოდიან ირანული პატარა კატერები, რომლებიც ამ ბოლო კვირებში საკმაოდ აქტიურობდნენ. პრობლემა რა არის? ამერიკელებმა გამოიყენეს საბაბი, რომ ეს იყო თავდაცვითი მოქმედება, რადგან ეს აქტივობა, ესე ვთქვათ, ბრალდებული იყო სრუტის დანაღმვის მცდელობაში. მაგრამ შემდეგაც გააგრძელეს დაბომბვა. მათ დაბომბეს ათეულობით ობიექტი სანაპიროზე. და ასევე დაბომბეს ანტიგემის სარაკეტო პოზიციებიც, როგორც ლარაქის კუნძულზე, ასევე ბანდარაბაშიც. შემდეგ მოხდა მეორე ტალღა საჰაერო იერიშებისა, ისევ ამერიკელების მხრიდან, რადგან, რა თქმა უნდა, ირანელებმა გახსნეს ცეცხლი, მათ ესროლეს F-18 გროულერებს, რომლებიც ბომბავდნენ ბანდარაბასის აეროპორტს. მათ გამოიყენეს ანტიაეროდაცვითი სისტემები. და იქ ამერიკელებმა ამ მეორე ტალღით გაანადგურეს საწყობები ქვეყნის შიგნით, რადარები და ასევე ანტიაეროდაცვითი სისტემები. ყველაფერი გაამართლეს იმით, რომ ეს ობიექტები პოტენციურად შეიძლებოდა ემუქრებოდნენ ამერიკულ ფლოტს. რეალობა როგორი იყო? მომეცი საბაბი და სინამდვილეში ვცდილობ შევზღუდო შენი შესაძლებლობა და ანახორციელო შენი სტრატეგია. და რა არის ირანის შესაძლებლობა და სტრატეგია? ანუ განაგრძოს მუხარა სრუტეზე, არც მეტი, არც ნაკლები. ამიტომ მიზანი იყო ძლიერი მხარის ბერკეტის შესუსტება. ირანელების სწორედ ცეცხლის შეწყვეტის დროს. ირანელებიც მეორე მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დროს არ იდგნენ და არ უყურებდნენ. მათ ჩაატარეს საკუთარი მიწისქვეშა კამპანია, როგორც საკუთარი შესაძლებლობების აღდგენის მიზნით მათ გათხარეს. როგორც ჩანს, 30 ხვრელიდან 27, რომლებიც დაფარული იყო ერთით, ამერიკელი და ისრაელი თავდასხმების შემდეგ ისინი თავიდან ამოთხარეს. ასე რომ ალბათ დამატებითი არსენალი გამოიტანეს. მათ ისროლეს, დღეს მათ რამდენიმე რაკეტა ისროლეს სპარსეთის ყურის მონარქიების წინააღმდეგ, ყოველთვის ფრთხილად, უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ შეეძლოთ განიახლებინათ. მედიაში ამაზე ცოტა საუბრობენ, მაგრამ ამ 3 მაისის კვირის განმავლობაში ირანული მცირე ნავების მოქმედებებიც იყო, რომლებიც პირდაპირ არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან მივიდნენ. სხვა ადგილებშიც პატარა ჯგუფები მოდიოდნენ, ისროდნენ და არეულობას ქმნიდნენ. უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ პრობლემების შექმნა. სხვა დივერსიული ქმედება იყო ომანთა მხარდაჭერის ძიება, რადგან ირანის სტრატეგია სრუტის კონტროლის მოპოვება ომანთან პარტნიორობით. ამაზე დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ომანს სანქციებით დაემუქრა. ომანელებმა მაშინ უპასუხეს, არა. ჩვენ არ ვეთანხმებით ირანს სამხრეთის მსგავსი სრუტის არხის შექმნაში, სადაც გადასახადებს იხდიან გადასასვლელად. და მათ მაშინვე გაემიჯნენ ამას. სინამდვილეში ორივე მათგანმა ამ კვირებში ჩაატარა სამხედრო კამპანიები, რომლებიც ბევრად მცირე იყო, რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით, რაც მანამდე მოხდა. მაგრამ ყოველთვის ცდილობდნენ თითოეული თავის სასარგებლოდ ემოქმედა
და თავიდან აეცილებინათ ნამდვილად ღია დაპირისპირებაში დაბრუნება. ასე რომ რეალურად ეს ყველა დარღვევა ორივე მხარეს ემსახურებოდა, რომ გაეგრძელებინათ საკუთარი სტრატეგია. ამიტომ ეს იყო ცეცხლის შეწყვეტა, სადაც მაინც იყო გარკვეული აქტივობა, თუნდაც არა დიდი. არ არის შემთხვევითი, რომ გემები ძალიან არენდობიან, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე დღის წინ ირანის მხრიდან ცეცხლის გახსნის მუქარით უკან დააბრუნეს. რამდენიმე ხომალდი მაინც გავიდა, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში 19 ხომალდი, მაგრამ ზოგადად ირანელები აგრძელებენ იმის საპირისპირო სკეთებას, რასაც ამერიკელები ითხოვენ. არის სრუტის გახსნა ყოველგვარი პირობის გარეშე, გადასახადების და კონტროლის გარეშე. მინდოდა პაოლოსთვის მეკითხა, ჩემი აზრით, აქ გარკვეული სტრატეგია იყო რისკი, რომ კონფლიქტი თავიდან განახლებულიყო, როგორც ადრე მოხდა. მოლაპარაკებები, რომლებიც ყოველ დღე თითქოს მოწესრიგებულია. რეალურად ხედავთ, რომ ამ მომენტში აკლია აიათოლას მხარდაჭერა და აკლია ტრამპის მხარდაჭერაც. როგორც ჩანს, მას აქვს შეთანხმების პროექტი, შემდეგ ამას განვიხილავთ, მე არა. არ მგონია, რომ შეძლებენ შეთანხმებას, რადგან ეს ორი პოზიცია უკიდურესად შორს არის ერთმანეთისგან. ირანელები ითხოვენ თავიანთი საზღვარგარეთ არსებული ფინანსური აქტივების გამბლოკვას, სანქციების მოხსნას, ბირთვულ პროგრამას, რაც უდავოდ ისრაელელებს არ სურთ. იყო ცეცხლის შეწყვეტაც, რომელიც ლიბანსაც მოიცავდა, რომ წამოდგენა შეგექმნათ. და ამერიკელები კი სურთ, რომ წერილობით შავი თეთრზე იყოს დაფიქსირებული, რომ ისინი ბირთვულ პროგრამას არ განავითარებენ და ალბათ ასევე ამ მასალის გადაადგილებაზე საერთაშორისო ინსპექციის ერთგვარი სისტემა, რომელსაც ისინი ამდიდრებდნენ. ამიტომ დიდი ალბათობით ეს კიდევ ერთი განცხადება, რომ თითქმის ყველაფერი მზადაა, არ არის სრულიად სიმართლე. ბოლო წინადადება შემდეგ სიტყვას გადავცემ პაოლოს. რუბიო რამდენიმე დღის წინ თვითმფრინავში სწრაფ ინტერვიუში თქვა, ან იქნება ნამდვილი შეთანხმება, როგორც ტრამპს უნდა, ან არანაირი შეთანხმება არ იქნება. და ზუსტად ყველა პუნქტის მიღწევა, რადგან შეთანხმებაში ორივე მხარე ცდილობს კომპრომისზე წასვლას, ძალიან რთული იქნება. პაოლო, შენ რას ფიქრობ? კი, ეს მართლაც რთული საკითხია. გარდა იმისა, რომ რთულია, იმიტომ რომ პირობები უცნობიან, ობები უცნობია. ანუ ჩვენ არ ვიცით შეთანხმების ან სავარაუდო შეთანხმების კულისებს მიღმა რა ხდება. რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს იმას, რასაც ახლა განვიხილავთ. ესეც რთულია, რადგან საკითხი რთულია. რადგან რადევს სასწორზე ყველას თვალწინ, როგორც ტორტზე ალუბალი, დევს ხელახალი გახსნა. ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა. და არის ირანის ბირთვული საკითხიც. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ასპექტია იმისა, რაც მაგიდაზე დევს. ამ ორი ალუბლის ქვემოთ, რაც მათ ამაგრებს, რა დევს? არის ახალი ბალანსი მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის, რეგიონი, სადაც შეიძლება არსებობდეს შესაძლებლობა, არ ვამბობ ალბათობას, შესაძლებლობა, ან სუნცი და ირანელები და მათ უკან რუსები და ჩინელები ხედავენ შესაძლებლობას შეამცირონ, ან თუნდაც გამორიცხონ ამერიკული ძალა და ყოფნა იმ რეგიონიდან. მეორე მხრივ, დონალდ ტრამპმა მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებს აქეთ-იქით აწყობს, სრულყოფილად გაიაზრა, რომ სწორედ ეს არის მთავარი საკითხი და როგორ პასუხობს ამას? პასუხობს ასე. მინდა რომ ყველამ ხელი მოაწეროს აბრაამის შეთანხმებებს. იმ აზრით, რომ ახლო აღმოსავლეთში შეიქმნას ახალი საერთო უსაფრთხოების ჩარჩო, სადაც მთელი რეგიონის შეიარარებული ჟანდარმი იქნება ისრაელი. აშშ-ის ნაცვლად, ან მათი მხარდაჭერით მეორე ხაზში. მაგრამ ეს რეგიონი დამშვიდდება საერთო შეთანხმებით სუნიტებსა და შიიტებს შორის. რაც უკვე საკმაოდ სასაცილოა, დაცული და გარანტირებული ისრაელების მიერ, რაც კიდევ უფრო სასაცილოა შიიტებთან და სუნიტებთან ერთად. ამიტომ რეალურად საქმე ეხება რეგიონულ ბალანსს და არც ერთს არ ეგონა, რომ ამის განხილვა მოუწევდათ გასულ წელს. ბოდიში რომ ერთი წამით შეგაწყვეტინე, პაოლო, მართლაც საინტერესოა, როგორ ამ კონფლიქტში, ამ კრიზისში ირანელები, რომლებიც არასდროს ცდილობდნენ სულ კონტროლზე, პრეტენზიას და ასე შემდეგ, ამჯერად ამას წამოაყენებენ.
დიახ, არა, მაგრამ ნებას გაძლევ დასრულების საშუალებას. სხვა საქმეა, როცა მზად ხარ მისთვის, ან გრძელვადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამბობ, ადრე თუ გვიან მოგვიწევს მოლაპარაკება მეორე მხარესთან სპარსეთის ყურეში ბალანსის აღდგენაზე, მაგრამ ამაზე მიდიხარ მომზადებული და იმ დროს, რომელსაც თავად განსაზღვრავ, ეს დასაწყისი გამოჩნდა აბრაამის შეთანხმებების დაწყებით რამდენიმე წლის წინ. ეს იყო ის ნაბიჯი. და ამ ნაბიჯზე ნელ-ნელა უნდა განვითარებულიყო ახალი ბალანსი, თუმცა შედეგი ის იყო, რომ ისრაელის თავდასხმა გასული წლის ივნისში და ეს მეორე ისრაელ-ამერიკული თავდასხმა მთელი თემატიკის დაჩქარებას შეუწყო ხელი. რისთვისაც არც ერთი მხარე მზად არ იყო. და ჩანს, რადგან არ იციან რა დადონ მაგიდაზე. თუმცა ყველამ ზუსტად იცის ერთი რამ, რომ ეს არის შანსი, რომელიც ახლა აქვთ და შეიძლება ისევ მხოლოდ 20 წელიწადში მიეცეთ. ამიტომ, რასაც ამ ტიპის მშვიდობა დაადგენს, ეს ნამდვილად იქნება გზა მომდევნო 20 წლეულის განმავლობაში. დავასრულებ იმით, რომ ეს მთელი მოულოდნელი გეოპოლიტიკური მასების მოძრაობა ხდება საერთო და ღრმა ნდობლობის ატმოსფეროში. არავინ ენდობა არავის. ეხლა პუნქტ ცალ-ცალკე რო არ ჩამოვთვალო, მახსოვს ისრაელელები, რომლებიც ბომბაუდნენ მგონი პლენიპოტენციარებს ყატარში თუ ომანში, ზუსტად არ მახსოვს. შემდეგ არის ყოველი შეთანხმება, რომელიც მიიღება, თავხედურად ირღვევა ან ამერიკელების, ან ისრაელელების მხრიდან. ირანელები ვერ იქნებიან ისინი, ვინც საჭიროების დროს ტოვებენ თავიანთ პროქსებს. ამიტომ როგორაც უნდა დაიცვან ჰეზბოლა, ჰუთები და ჰამასი მსოფლიოს წინაშე. ამიტომ არავინ არაფერს და არავის ენდობა. ამიტომ არის დიდი აჩქარება და დიდი უნდობლობა შეთანხმების მიმართ, რომელიც შეიძლება ეპოქალური იყოს. ეს არის იდეალური ქარიშხალი. საინტერესოა, რასაც ამბობ, რადგან ირანი თავისით ალბათ არასდროს დაიწყებდა ჰორმუზის სრუტის კონტროლის გაპროპესტებას. სტატუს კვო ალბათ სრულიად აწყობდა. ეხლა კი ეს საკითხი უკვე დღის წესრიგშია. და ეს დღის წესრიგშია ამერიკის ბრალეულობით, ამერიკული ინტერვენციონიზმის გამო. ირანი თავისით ამას არ წამოწევდა, რადგან ეს აშკარად უამრავ პრობლემას და ანტაგონიზმს შეუქმნიდა. მინდა ეს დანიელს ვკითხო. შენ, ვინც ძალიან კარგად აკვირდები ისრაელის საკითხსაც, მე მაშინ რო შევნიშნე, რომ მაშინ როცა ირანელები ლიბანშიც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, ისრაელმა რამდენიმე დღის წინ დაარტყა, არ არის ცნობილი მოკლეს თუ არა ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, როგორც ჩანს, ის ვინც ფინანსებს მართავდა. ფულს. ეს ღია გამოწვევაა იმ შესაძლო შეთანხმების მიმართ, რომელიც ასე ვთქვათ მიმდინარეობს. ანუ ისინი ცდილობენ ცოტა ქვიშა ჩაყარონ მექანიზმში ჯერ კიდევ. მანამდე, სანამ ირანი მხარეები ტრამპმა ორ დღეს მისცა საკუთარ თავს, სხვებმა თქვეს, რომ უნდა დაელოდონ მაღალ დონეზე ნებართვას. პირველ ეტაპზე სრუტე ისევ გაიხსნებოდა, შემდეგ კი იქნებოდა 60 დღე, როცა დეტალებზე ისაუბრებდნენ. მაგრამ თუ დეტალებში შედის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანისთვის და ეს ბომბავენ მაშინ, როცა დეტალებამდეც კი არ მიდიან. ხო, აშკარაა, რომ ისრაელის მიზანია ყველაფერი ჩაშალოს, რადგან შემდეგი ნაბიჯი ტრამპის მხრიდან იქნება ისევ შეტევების განახლება. შენ, ვინც ამ საკითხს ძალიან აკვირდები, ხედავ ბიბის აშკარა შიშს, რომ ისინი მივლენ დასკვნამდე, შეთანხმებამდე. ჩემი აზრით კი, უნდა დავამატოთ ისიც, რომ მან დღეს საღამოს, ალბათ ნახეთ, თქვა, რომ გაზას ოკუპაცია 60%-დან 70%-მდე გაიზრდება. ჩვენ ვიცით, რომ ტრამპმა უთხრა ბეირუთი არ დაბომბო, მაგრამ ამის შემდეგ მან ბეირუთის ერთი რაიონი დაბომბა. კარგი, ჩემი აზრით, სწორედ ეს ნეთანიაჰუს ესეთი განუწყვეტელი ფაციფუცი შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ იერუსალიმში მთავრობას ნამდვილად ეშინია, რომ შეიძლება მართლაც ზავი შედგეს. ცხადია, თუ ზავი შედგება, ისრაელის მთავრობის თვალსაზრისით რას მიაღწია? თითქმის არაფერს. იმ აზრით, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება თუ საერთოდ შედგება, ხედავ, რომ იტალიური მედია დღეს ამას ფაქტად მიიჩნევს. ეს უკვე 31 შემთხვევაა 3 თვის განმავლობაში, როცა ამას ფაქტად მიიჩნევენ. ტრამპს რო ვიცნობ,
ამაში ნამდვილად არ ვიქნებოდი დარწმუნებული. დაუშვათ, რომ თუნდაც თუ წავა რაღაცა მიმართულებით, როგორც ამბობდა გენერალი, რაღაც სახის ზავისკენ. რადგან საქმე იმაში არ არის, რომ შენ არ გინდა შეთანხმების მიღწევა, უბრალოდ შეუძლებელია შეთანხმება, თუ დაფიქრდებით, ტრამპის მიზანი იყო ბირთვული იარაღის რაკეტების მოცილება და თანაც თუ უკვე იქ ხარ, რეჟიმიც უნდა დაამხო იმ ფაქტით, რომ რეჟიმი, რომელიც არ დიმხია, ვერ მოახერხე მათი წაყვანა. რადგან თუ გახსოვთ, 2 თვის წინ საუბრობდნენ იმაზეც, რომ პარაშუტისტები გაეგზავნათ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, რომ მიეღოთ ურანი. შეგვხვდა ორმუზის სრუტის ჩატეტვა და ყურადღება. გუშინ ტრამპმა თქვა ერთი ფრაზა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან გამომხატველია. უთხრა ირანელებს, მე მივხვდი რომ თქვენ დროს წელავთ, რადგან რაც უფრო მეტეთი დღე გადის, მით უფრო გუახლოვდები მითერნის არჩევნებს. მით ნაკლებად შემიძლია ბენზინის ფასის მისაღებ დონემდე დაწევა. ამერიკელი ამომრჩევლების გამოკითხვები რესპუბლიკელებიდან დაწტებული, როგორც ვაშინგტონ პოსტში ნახავ, დღეს დილით გამოაქვეყნეს გამოკითხვა, მას რეალურად ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს. გარდა ამისა, კიდევ ერთ საკითხს გაგიზიარებთ საფიქრებლად. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა თავისი კანდიდატი დანიშნა ფედერალური რეზერვის გუბერნატორად. მას შემდეგ, რაც 1 წლის განმავლობაში ცდილობდა გაეტანა, ამბობდა, რომ სავალდებულოა საპროცენტო განაკვეთების დაწევა. ამ კრიზისის ფონზე, როგორც ამბობს კაპიტენი, თუნდაც მომდევნო 2 თვეში ყველაფერი დახურო, მიტის არჩევნებამდე კიდევ 6 თვეა დარჩენილი. ვერ შეძლებ და ვერც თუ ძალიან მოინდომებ, რომ შეამცირო ცხოვრების ღირებულება შეერთებულ შტატებში, რომელიც ზოგიერთ მაჩვენებელზე დაახლოებით 3.6%-ია. ანუ ბოლო 20 წელში, COVID-ის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, რაც გამონაკლისი იყო, ის რაც ტრამპმა თქვა, რომ ცხოვრების ღირებულება დავწიოთ, რადგან ბაიდენმა ყველაფერი არასწორად გააკეთა, სინამდვილეში პირიქით მოხდა. შემდეგ არის კიდევ ერთი საკითხი, რომ ტრამპი, ესე ვთქვათ, გარკვეულ დონემდე აკონტროლებს ისრაელის თავრობას. ისრაელის თავრობა, როგორც ამ ომის დაწყებიდანვე ვამბობდით, 2 ომს ებრძოდა და არა ერთს. ერთი ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ერთი რათა როგორმე დახუროს ჰეზბოლას საკითხი. თუ დაფიქრდებით, უკვე 3 კვირა, ასევე ნეთანიაჰუს მცდელობა სამხრეთ ლიბანი მოსახლეობისგან გააცარიელოს. ანუ მოსახლეობა ლიტამის ჩრდილოეთით გააძევოს. როცა გააცარიელებს შედიხარ, ჰეზბოლას ხერში იგდებ. მათ ანადგურეთ. ამის შემდეგ ჰეზბოლა აღარ არსებობს. ეს ოპერაცია ჩავარდა. ბოლო რამ ცნობილი კერძო ჯგუფის ოპერაცია, რომელიც უნდა დაებანდებინა ღაზაში, როგორც რამდენიმე დღის წინ ნახეთ, არც $1 არ გადაუხდიათ. ანუ მთელი მსოფლიო იქ წავიდა. მათ შორის საწყალი ტაიანი ტრამპის მაგას ვქუდით. მაგრამ სინამდვილეში, როცა დადგა დრო, გეკითხათ, ამჯერად ამ ხავას ვინ იხდის, ან ვინ პატიჟებს? არავინ. No. ბოლო ეტაპი, ტრამპის დაჟინება, რომ გოლფის ქვეყნებს ეუბნება, უნდა შეუერთდეთ აბრაამის შეთანხმებებს, ეს პოლიტიკურადაც კი რთულ მდგომარეობაში ატენებს იმ ლიდერებსაც კი, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს აბრაამის შეთანხმებას. საუდელები ყოველთვის ამბობდნენ, სულ მცირე ფორმალურად. ჯერ პალესტინის პრობლემას უნდა მოუძებნოთ გადაწყვეტა. სულ მცირე, თქვათ, ვაჩვენოთ, რომ ამაზე მუშაობთ. ამ სიტუაციაში რეალურად ყველაფერი გაიჭედა, მთელი ყურე, ჰორმუზი, ირანელები, ჰამასი, ჰეზბოლა, ისრაელი, ყველაფერი გაიჭედა. ის რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერ დავამტვრევ, მე გაჩვენებთ და ასე შემდეგ. ამაზე ჩემი აზრით კაპიტენი მართალია, როცა ამბობს, არა ის რომ ის ვერ პოულობს გამოსავალს. უბრალოდ ესეთ პირობებში გამოსავალი არ არსებობს. და რა არის რომ დავასრულოთ საუბარი, ის რამ რის გამოც ტრამპი ურჩევნია საკუთარ თავს ესროლოს, ფეხში ესროლოს, ვიდრე აღიაროს ეს. რომ ერთადერთი ბუნდოვანი კომპრომისი, რაზეც მირკო ადრე ამბობდა, როცა საუბარია კომპრომისზე დასრულ ადამიანებს შორის, იგულისხმება რომ თითოეული რაღაცაზე უარს ამბობს. მაგრამ ტრამპს რო ვიცნობთ, ის არაფერზე არ ამბობს უარს. და ირანელები
ისინი სხვათაშორის ფულს ხომ არ ითხოვენ? მათ მოლაპარაკების არანაირი სურვილი არ აქვს, უბრალოდ პრობლემას სულ უფრო და უფრო არჩევნებისკენ აჩოჩებენ. რაც უფრო არჩევნებს უახლოვებენ, მით უფრო ტრამპი, როგორც თავად თქვა რამდენიმე დღის წინ, ნუ თუ თქვენ გინდათ მომათხოვოთ და არჩევნების წინ ჩამიყვანოთ ამ პრობლემასთან. ცხადი ამას გენიოსი არ სჭირდება, რაც უფრო აჩიანურებენ, მათ არ აქვთ არა. ირანელებს მიუხედავად იმისა, რომ დასუსტებულები არიან, არანაირი ინტერესი არ აქვს კომპრომისის პოვნაში. ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ თუ ძალიან გაგიმართლა დაბრუნდები ობამას 2015 წლის შეთანხმებებზე, მაგრამ თუ ძალიან გაგიმართლა, რომლებიც ტრამპმა 2018 წელს გააუქმა ალტერნატივის გარეშე, იმიტომ რომ ეს არის ტრამპის ლიმიტი. ყველა შეგვიძლია მირკო თქვათ, რომ კომპრომისი, რომელიც ჩვენმა მეგობარმა კოლეგამ ან უფროსმა იპოვა, არ მუშაობს. ყველა შეუძლია თქვას, რომ კომპრომისი არ მუშაობს. ალბათ ეს მართალია. მაგრამ იმის თქმა, რომ არ მუშაობს, მისი განადგურება ალტერნატივის გარეშე მიგიყვანს დღევანდელი ტრამპის მდგომარეობამდე. გმადლობთ. ჩემთვის უცნაურია, რა თქმა უნდა, BBC ეშინია, რომ ტრამპმა შეიძლება შეთანხმებაზეც კი დათანხმდეს, ოღონდ მსგავსი სიტუაცია დაასრულოს. მართალია ისიც, რომ ტრამპის ხასიათი უნდა შეისწავლოს. კონდა წაკითხული საინტერესო ანალიზი, არ მახსოვს რომელ გაზეთში, რომელიც უფრო ტრამპის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო დაწერილი. ტრამპისთვის, ვინც შეთანხმებიდან 100% ვერ მიიღებს, ის დამარცხებულია. ტრამპის ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა, მაშინაც კი, როცა ის სხვადასხვა გადაცემებს აკეთებდა, მაგალითად The Apprentice-ში, იყო შენ დამარცხებული ხარ. შენ დამარცხებული ხარ. ტრამპს ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ შეთანხმებაში დამარცხებულად დამოჩნდეს. და ეს ირანელებმა ძალიან კარგად იციან, ბიბიმაც ძალიან კარგად იცის, ამიტომ მას უნდა დაასრულოს და თქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მშვიდობა იპოვა ომის შემდეგ, რომელიც თავად დაიწყო და რომელიც არავის მოუთხოვია. ამ პერიოდში განსაკუთრებული გადაუდებლობა ან განსაკუთრებული დაძაბულობა ირანსა და ამერიკელებს შორის არ ყოფილა. და ის აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც რაღაცის გამოგონება უწევს. ამიტომაც ძალიან ეშინიათ, რომ შეიძლება რაღაცა გამოიგონოს კუბაზე ან რაღაცას იქ დაასრულებს ცუდად და შეიძლება სხვადან რაღაცას დაიწყებს, რომ ხალხმა სწრაფად დაივიწყოს. იმიტომ რომ მას სჭირდება სწრაფი გამარჯვება, რომ საზოგადოებას მიხიდოს. ისრაელელებს ეშინიათ, რომ სწორედ ამას ეძებს ის სწრაფ გამოსავალს. და მერე მარტო დარჩებიან ამ დაპირისპირების გაგრძელებაში, რადგან საბოლოოდ არაფერი მიუღიათ. დიახ, მათ ირანს სამხედრო თვალსაზრისით დიდი ზიანი მიაყენეს. განსაკუთრებით ფლოტს, რომელიც უდავოდ ყველაზე მეტად დაზარალდა. მაგრამ პრაქტიკულად 1 წლის შემდეგ ირანი აღიდგენს ყველაფერს, რაც განადგურდა. ასე რომ ისევ იმ წერტილში ვართ, საიდანაც დავიწყეთ. უფრო მეტიც შეიძლება ირანს დაანახა, რომ სინამდვილეში ასეთი დიდი სამხედრო ძალა სულაც არ სჭირდება იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს. ორმუზის სრუტეში. იმიტომ რომ საბოლოოდ რა ხდება? პარადოქსულად, ყველაზე ეფექტურად მუშაობს დრონები, პატარა ნავები და გემსაწინააღმდეგო რაკეტები. ბასტიონებში, მღვიმეებში, თვითმფრინავებში, ზედაპირულ გემებში, წყალქვეშა ფლოტში ამ ყველაფერში დიდათ არაფერი გაუკეთებიათ, არც ძალიან შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტები შეუქმნიათ ბევრი, საბოლოოდ მეზობელი სახელმწიფოების დასაშინებლად, რომლებიც 500-600 კილომეტრის მანძილზე არიან, არც კი სჭირდება ძალიან მაღალი დონის სარაკეტო ტექნოლოგია. ამიტომაც შეიძლება ამ ომის წყალობითაც მათ მიდგომაც კი შეიცვალონ. მათი პოტენციალი, მათი შესაძლებლობა, რომ ორმუზის სრუტეს საფრთხე შეუქმნან, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მათი სროლის უნარი. 100 რაკეტა, რომელთაგან 70 ჩამოაგდეს, რომლებიც ისრაელს ურტყამენ. ცოტა ქაოტურად, რადგან ნამდვილი ბერკეტი პლანეტაზე, დედამიწაზე, როგორც ზოგიერთს უყვარს თმა, მათ აქვთ ამ ბევრად უფრო მარტივი რაღაცებით, რომლის განვითარებაც ადვილია. და არც კი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ძალა და შესაძლებლობები, არ შეუძლია მათ ეს წაართვას ეს შესაძლებლობა. ერთი რაღაც კითხვა მინდოდა ბოდიშით. პაოლო, ეს რაღაც ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანია.
იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსები ძალიან დაბალია და მას სწრაფად დახურვა სჭირდება, არ არსებობს რისკი, რომ სადმე სხვადან ეძებოს დაპირისპირება მისთვის სხვა საკითხებს. ჩვენ ამას ვივიწყებთ, რადგან ტრამპს 700 საქმე აქვს, მაგრამ სულ რამდენიმე თვის წინ გრენლანდიაზე ლაპარაკობდნენ, რომ წარმოდგენა შეგვექმნეს. მას ყოველთვის სჭირდება ახალი კრიზისის, ახალი დისკუსიის გახსნა. ბევრი აღარ დარჩა კუბის საკითხი და ჩინეთის საკითხი უკრაინასთან დაკავშირებით. ამ გონია, რომ ისევ ბურთის გადაგდება უნდა, რადგან ერთი წლის მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემდეგ, მათ შორის ბოლო განცხადებების შემდეგაც, ჩვენ ცადეთ. მოდი საერთოდ დავივიწყოთ ეს. შენც არ გეშინია, რომ ტრამპი შეიძლება კიდევ ერთ კრიზისს გამოაჩენს ქუდიდან, რათა სხვა კრიზისს გადააფაროს. კი, შეიძლება ასე იყოს, მაგრამ შეიძლება ამ კრიზისზეც დარჩნენ და გაუსვან ხაზი, რომ ჯერ არ არის შესაბამისი დრო. ამიტომაც ამბობს, ნახეთ, მე მინდოდა მშვიდობა მომეტანა, თქვენთვის მშვიდობა მომეტანა, მაგრამ იმ ირანელ ჯიუტებს, რომლებიც ასე იქცევიან, ასე დასიაკეთებენ, არ უნდათ. ამიტომაც იჯულებული ვარ ჩემი სურვილის წინააღმდეგაც კი და თქვენი სურვილის წინააღმდეგაც, რადგან თქვენ გიწევთ ამ ომის გადახდა, გავაგზავნო და კიდევ ერთი ბიძგი მივცე, ანუ ბუთი წინ გადავაგდო და ვნახოთ, ვინმე აიღებს მას და კაში შეიტანს. არის და რა სარგებელია იმაში, რომ ესეთ რაღაცას აკეთებ, რაც უკვე არსებობს. ყველა ფიგურა ადგილზეა, უკვე 3 ავიამზიდია, უკვე მარაგებია, უკვე სავსეა მარაგები, ყველა მინდორზეა. არის ასევე მიზანი, რომ თქვათ, გავხსნათ ახალი ფრონტი, წავიდეთ, ავიღოთ კუბა. არის ერთი შესაძლებლობა, ერთი რომ ცუდად წაგივიდეს, რადგან ესეც არსებობს. მოულოდნელი ქარიშხალი ან რაღაცა მსგავსი. ხალხის აჯანყება. ანუ არ არის ნათქვამი, რომ ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ეს ომის ისტორიაში ასე არ ხდება. არსებობს მოქმედებები, რომლებიც ალბათ ძალიან დიდი ალბათობით წარმატებით დასრულდება, მაგრამ ზნისწოდ ნამდვილად ვერ ითქმის. მოდით ავიღოთ საწყალი კუბა. თქვათ, ირანში ყველაფერი კარგად წავიდა, მაგრამ კუბაში ცუდად დასრულდა. რო უნდა აგეღოთ, ცხადია, უნდა გეთქვა, რომ აიღეთ 15 წუთში, სანამ ყავას დალევ, მე კუბას ავიღე. მერე წავიდეთ საფედლებს. ეს უნდა თქვას. არ შეიძლება იფიქროს, რომ შევიჭრებით კუბაში სახმელეთო ჯარებით შევალთ და სროლას დავიწყებთ და ერთი თვის შემდეგ ისევ კუბის აღებას ვცდილობთ. ანუ აი ესეც არის, ეს რისკიც არსებობს. ამიტომ შესაძლოა ჩიხის წინაშე თუ ისევ გოფის კრიზისი გამეორდება, მე ამას საკმაოდ რეალურად ვხედავ. შესაძლებელია თუ არა ალბათიც კი. მით უმეტეს, რომ იქ უკვე ყველაფერი მზად. ნეთანიაჰუ ამბობს, ნახე, ჯერ ბოლომდე არ დამისხამს საწვავი და უკვე პირველი გავდივარ, იქ დაგელოდები, იქნებ ღმერთიც. კიდევ ერთი თვე ვიწვალობთ და იქნებ ახლა მოვახერხებთ პირველი საათის მიზნების მიღწევას, ანუ როგორც ამ ეტაპზე ირანის რეჟიმს მართლა შეიძლება შიდა კოლაფსი დაემართოს. მართლა. ყველა მართლა არა. აქ მომავალზე ვსაუბრობ და როგორც ილსბორი ამბობდა, პროგნოზების გაკეთება რთულია, განსაკუთრებით მომავალს. აი ეს უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ თუ დავაკვირდებით, სად არიან ფიგურები ჯერ კიდევ ყველა ყურეშია. და თუ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად შეგიძლია თქვა, რომ შენ დაგაბრალო, რადგან არ გსურდა იმის მიღება, რასაც ვერ მიიღებდი და მე ამით სარგებელს ვიღებ. კიდე 1520 დღე დაბომბვა. ამას შენს მხებზე გადავიტან და მერე ვილაპარაკოთ, მერე ვნახოთ როგორ დასრულდება. და რომ ეს შეთანხმება არსებობს და რომ ეს შეთანხმება გაგრძელდეს ლიბანის უსიტების, ჰამასის, ბლოკადის არქონის, ირანზე სანქციების მოხსნის, ჰორმუზის კონტროლის დაკარგვის პირობებში. მე ამას ცოტა სხვანაირად ხედავ, ცოტა რთულია, რომ ირანელები ამას დათანხმდნენ. ისინი ესე ცუდად არ არიან, რომ უნდა თქვან, გაგვიკეთეთ რაც კიდათ. არა, ესე არ არის. არა პირიქით იციან რომ ბერკეტი მათ ხელშია თუ ისინი არ დანებდებიან თუ ისინი არ დანებდებიან და არ გეტყვიან რომ წააგეს ტრამპის პრობლემა არ არის ისო თქვას რომ მან მოიგო ტრამპის პრობლემა ისაა რომ ეძებოს ნებისმიერი ირანელი თუნდაც ნაკენის გამყიდველი რომელიც ოფიციალურად ითქვის რომ წავაგეთ რადგან ესმის რომ წავაგეთ ის ხვალდილით ადგება და წავა
უბრალოდ 94 მილიონი ირანელს შორის არავინ არ არის, ვინც ეთქვის მას დიახ. სინამდვილეში უნდა გითხრათ, რომ წავაგეთ კი არა, პირიქით. და ის ვიმეორებ ჩავარდა დიპლომატიურ სამხედრო ჩიხში, სადაც თუ გაჩერდები წაგებული ხარ, თუ უკან დაბრუნდები წაგებული ხარ, თუ წინ წახვალ შეგიძლია იმედი გქონდეს, რომ მოიგებ. თუ პირობებს შეცვლი, არის კიდევ იდეა, რომ აიღო ბურთი და სხვა თამაშში გადახვიდე, მაგალითად, შემოვარდე სადმე, არ ვიცი. ჰაიტი, მაგალითად, ეს საწყალი ხალხი იქ არიან, ჰაიტს დავიფრო. ვინ იცის რა მოხდება? აი რახან უკვე იქ ვარ. ჰაიტი კუბასთან ახლოსა, შეიძლება ყველაფერი ერთად აიღო. არის კიდე სანდო დომინგოც, ყველანი გვერდი-გვერდა არიან, ხო ასე, იგივე კუნძულია, ესე რომ ესე ჯობია. აი მე ესე ვხედავ ამას, ვხედავ როგორც შესაძლებლობას, მით უმეტეს, რომ ყოველთვის შეგიძლია დააბრალო ვინმეს. რადგან თუ ეხა ნეთანიაუს სწაფად წავა, მე წინ წავალ და მე შენ იძულებული იქნები დამეხმარო, მე კიდევ შენს პრობლემებსაც მოგიგვარებ. ამიტომ ვიმეორებ, ეს უფრო გრძელვადიანი ამოსუნთქვა, თითქოს სუნთქვის აღდგენა, რადგან საქმეები საერთოდ არ არის დალაგებული და გასაგები. აქ უნდა ვნახოთ, რამდენი ძალა ექნებათ ამ დიდ თამაში, დიდ გიგანტებს, გულისხმობ ჩინეთს, გულისხმობ ინდოეთსაც, გულისხმობ ხალხს, რომლებიც ამბობენ, მოусმინეთ, ეხლა საკმარისია სულელობების კეთება, ასე გაგზელება აღარ შეიძლება. და ბერკეტები რომ დაიწყონ ზიანის მიყენება, მათ აქვთ. მაგალითად, სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა. არსებობს ეკონომიკურ ფინანსური ბერკეტები, რომლებზეც ამერიკელები ძალიან ცნობიერენი არიან. პეტროდოლარის ბერკეტად გამოყენება ნავთობის იუანებში გადახდის დაწყება და აღარ დოლარებში. ანუ არსებობს მოძრაობების სისტემები, რომ მათ ზეწოლა იქცნენ. ვნახოთ. ახოთ. და ჩინეთმა თქვა ეს 10 დღის წინანდელ განცხადებაში, რომელიც იშვიათად აკეთებს მსგავს განცხადებებს, თქვა, არა, ჩვენ დგავართ ყოველგვარი პირობის გარეშე, როგორც ველტრონი ამბობდა, ყოველგვარი პირობის გარეშე, ასევე იმიტომ, რომ ის ამატებდა, მაგრამ ასევეს. დიახ იყო. ასევე მაგრამ მართალია, არა, მათ ეს არ უთქვამთ ყოველგვარი პირობის გარეშე ჩვენ ირანის მხარეს ვდგავართ. იმიტომ რომ მას აქვს 5 ერის რკინიგზა. იმიტომ რუსეთი ამბობს თუ ამბობს ჩვენც იქ ვართ. რადგან საზღვარი გვაქვს საერთო. კასპიის ზღვით, რომელსაც არავინ არასდროს ახსენებს, მაგრამ ეს ერთადერთი წერტილია, სადაც რუსეთი ირანს ესაზღვრება. შუაში ზღვა. და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ვერ მიდიან. რადგან კასპიის ზღვა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა იწოდება, გიგანტური ტბაა. და ეს არის გამარტივებული გზა რუსეთსა, რუსეთიდან ყველა ყოფილი საბჭოთა სტანის გავლით ჩინეთისკენ. ანუ თუ ვინმე ცოტათი გაადიდებს რუკას და ინახავს, რომ საბოლოო ჯამში ირანი ამ გზის დაახლოებით 2/3-ზე. ერთ გზაზე უმაღლესი დონის ეკონომიკურ სამხედრო სტრატეგიულ გზაზე, რომელიც აერთიანებს რუსეთს, ირანს და ყველა სხვადასხვა სტანს, სანამ ჩინეთამდე მიხვალ, ისე რომ განსაკუთრებულად არ დაგჭირდეს სპარსეთის ყურის ქვეყნების ზედმეტად გაღიზიანება. ან საჭიროება, რომ იმ ტერიტორიის კონტროლი გქონდეს. ამიტომ მგონია, რომ დონალდო ცოტა არეული ალბათ სიურპრიზას მაინც მოახერხებს. შეიძლება თქვას, რომ ხელშეკრულების ხელმოსაწერად კალამი ვერ იპოვა, შეიძლება ესეც საკმარისი იყოს, შავზე თეთრად მაქვს დაწერილი, იტყვის, მაგრამ ლურჯი კალამი ვიპოვე, მაგრამ ნერვები მომიშალეს და მე ლურჯით ხელს არ ვაწერ. მოიცით როგორ არის? როგორ არის? საინტერესოა, 2 დღე აიღო, როგორც მან, ასევე ირანელებმა, მაგრამ ალბათ არაფერი მოხდება. 2 რამ არის საინტერესო ამ ისტორიაში. ერთი, რა თქმა უნდა, ტრამპია, რომელსაც ეს საკითხი უნდა დახუროს ამერიკის ეკონომიკური პრობლემების გამო, მაგრამ ასევე შუალედურ არჩევნებზე საუბარი, რაზეც ახლა დანიელესთან ერთად ვისაუბრებთ. ისრაელის შიშია, რომ მან შეიძლება შეთანხმებას მიაღწიოს და თავი დააღწიოს, მაშინ როცა მათ სურთ, რომ სიტუაცია გაგრძელდეს. და მეორე ისაა, რომ თუ ისინი ამ მდგომარეობაში დარჩებიან და ეს გაგრძელდება, სულ უფრო რთული ხდება თავის გასაღება. გამოსავალი ცოტა ისეთია, როგორც პუტინი ჩაფლულია უკრაინის ომში. და რთულია თუნდაც რუსებისთვის ამის გასაღებაც. დავამთავროთ ის ამბავი, რომ მათ დონბასიც კი არ აუღიათ. პარადოქსულია, რომ ამერიკელებიც სტრატეგიულად ესეთ ჩიხში აღმოჩნდნენ და ვალით საკითხია. ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ხამით ხშირად უყურებ ამერიკულ თოქ-შოუებს
და ამიტომაც მერე მთავაზობენ უამრავ ამერიკულ ვიდეოს. და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა ამერიკელი იუთუბერების პოდკასტებში არის საკვების ფასი. რაღაც წარმოუდგენელი ამბებია. აქ 14 евро ღირს 1.5 cornflakes. მე ვნახე 1.2 კილოგრამი დაფქული ხორცი. $19, ერთი ნესვი $13. დედი $14. და მსგავსი რაღაცები, ანუ წარმოუდგენელი ფასებია. ხალხი იღებს ვიდეოებს საფიდლების პაკეტით. ხსნის პაკეტს მანქანაში და შიგნით არაფერი. არის წარმოუდგენელი ზრდა, რომელიც უკვე წინა წლებშიც მოხდა. მახსოვს ზოგიერთი იუთუბერი, რომლებიც საუბრობდნენ Big Mac-ის ფასზე ან მსგავს რაღაცებზე, აქ როგორც ბოლო 6 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად COVID-დან დღემდე, ზოგიერთი რამ 180%-ით გაიზარდა და პორციებიც შეამცირეს. მათ აჩვენებდნენ კიდეც მაგალითად გახეხილი ყველის ერთ პორციას პატარა პაკეტში. 6 თვის წინ და ეხლა ფასი გაორმაგებულია და პაკეტი ნახევარია. ფაქტობრივად ეს არის თხელი ნაჭერი, რომ წარმოდგენა შეგექმნათ. ეს საკითხი აქ ვალის თემასთან ერთად ნამდვილად ისა, რასაც დონალდ ტრამპი მოუწევს გაუმკლავდეს. რატო ელოდა ამას საშუალო ამერიკელი? $7 6 კვერცხი ღირს. წარმოიდგინეთ, ეს ნიშნავს, რომ 6 კვერცხი 6 евро ღირს. თოდანე როცა კვერცხის ფასზე ლაპარაკობ, უბრალოდ რამდენიმე წლით უკან გაიხსენე. ბაიდენმა სწორედ საკვების ფასის გამოწა ააგო არჩევნები. ის ინფლაციას ამცირებდა, მას შემდეგ რაც COVID-ის დროს 9%-ს გადააჭარბა. მე მახსოვს ეს. ასე მახსოვს. ბოდიში დანიელ რო გაწყვეტინებ, მინდა რომ რესპუბლიკელების რისხვაზეც ისაუბრო, რადგან ისინი ტრამპის გამო ძალიან ძვინვარებენ. ალე. ზუსტად ასე რომ როგორც თითქმის ყველა ჩვენგანი. როცა სუპერმარკეტში მივდივარ, თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე ნივთებს ვხედავ. ერთ მომენტში COVID-ის დროს, რამდენჯერმე როცა სალაროსთან მიდიხარ და ყოველთვის ერთსა და იმავე ნივთებს ვხედავ, რომ მიხვდე წინა ჯერზე შედარებით ბიუჯეტს მთლიანად გაცდი. ეს ნიშნავს. და მართლაც ეს ეწერა ზედა ნაწილში. თუ შენ მიდიხარ 9-ზე, თუ შენ მიდიხარ სანახავად. როგორ იშლება ფასების ზრდა? სინამდვილეში ზოგიერთ ნაწილში ეს უკვე რამდენიმე თვის წინ კონტროლიდან გამოვიდა. თუ გახსოვთ, როცა ტრამპმა მიილი არგენტინაში დაეხმარა, ამერიკელი ხორცის წარმოებლები ძალიან გაბრაზდნენ. მას უნდა ეჩუქებინა მგონი კიდევ $12 მილიარდი, რადგან ეს მისი ფული არ არის. ის ყოველთვის გულუხვია სხვისი ფულით. რომ როგორმე შეეცადა სიტუაციის შემსუბუქებას. სიმართლე ისაა, როგორც თითქმის ყველა ადამიანი ვინც შენს არხს უყურებს, უკვე ზეპირად იცის, რომ საშუალო ამერიკულ ოჯახს არ აქვს არანაირი ფინანსური მარადი. ანუ როცა მე გეუბნებით, რომ ამერიკელების 40%-ს ბანკში $400-ზე მეტი არ აქვს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, მაგრამ სადაც წარმოიდგინოთ, რომ თქვენს ოჯახში ვიღაცას კბილი ეტეხება და უნდა წავიდეს სტომატოლოგთან, ყველაფერი თავად უნდა გადაიხადოს, რადგან ეს არ ეკუთვნის სახელმწიფო დაზღვევას. ესეთი დაბალი თანხის ქონა ნიშნავს, რომ ეს გაგადიჟებს. არის ეს გამოკითხვა სწორედ Washington Post-ის მიერ ჩატარებული, შეგიძლიათ ონლაინ ნახოთ ახლავე. სულ რამდენიმე საათის წინ გამოვიდა თეთრკანიანი საშუალო ფენის რესპუბლიკელ ამომრჩევლებზე. ასე რომ უფრო ტრამპის ამომრჩევლები ვეღარ იქნებიან, ისინი გაცოფებულები არიან, რადგან გამოკითხვებში მას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს. გარდა ყოველთვის გვახსოვდეს ერთი რამ. ის კვლავ ძალიან ძლიერია ერთ საკითხში, ანუ არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლაში. ტრამპი ამ მხრივ კვლავ ძლიერია. დანარჩენ საკითხებში ირანის ომი, ღირებულება. შენ კოსოვოში შეგიძლია უთხრა America First და ასე შემდეგ, მაგრამ საღამოს რა დაადებს სუფრაზე? ამას ყველა ხედავს. ბენზინის ფასი ყველამ ვიცით, რადგან ეს უზარმაზარი ქვეყანა თითქმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, რადგან ვინც ამერიკას იცნობს, იცის რომ ეს სკანდალურია. და ის მცირე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რაც არის აეროპორტები, რკინიგზა, თითქმის ყოველთვის საშინელ მდგომარეობაშია. ანუ არც ერთი ევროპელი არ დათანხმდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაჯდომას ასეთ მდგომარეობაში.
შენ გაქვს სიტუაცია, სადაც მისი ამომრჩეველი იშლება. ანუ მაშინოცა დემოკრატები ძირითადად ხმას იმაღლებენ, მაგრამ არსებითად არსად მიდიან, პრობლემა მის ამომრჩეველშია. თუ ორ ანგარიშს დავაკეთებთ და უკავშირეთ ამას ადრე დაწყებულ საუბარს, გავხსნი თუ არ გავხსნი. ორმუზი, შენ გაკლია. შენ მხოლოდ 5 თვე გაქვს შუალედურ არჩევნებამდე. ჩემი აზრით, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ის რაც არ უნდა გაიხსნას, ორმუზი ხვალდილით. და ამას არც მაშინ დავიჯერებ, თუ საკუთარი თვალით ნახავ. შენ ვერ ახერხებ ცხოვრების ხარჯების ნორმალურ დონეზე დაბრუნებას. სწორედ ამიტომ ის რისკი, რაზეც ადრე გეუბნებოდით, ახალი ფედერალური რეზერვის გუბერნატორის შემთხვევაში, ისაა, რომ უახლოეს დღეებში, როგორც ევროპის ცენტრალური ბანკი გააკეთებს ევროპაში, მოუწევს საპროცენტო განაკვეთების აწევა და არა დაკლება. საპროცენტო განაკვეთების აწევით კიდევ ერთ დარტყმას ატენებს თეთრკანიან ამერიკელთა დაბალ და საშუალო ფენას. სანამ ჰონდურასელი ჭუმჭლის მრეცხავების დევნას აგრძელებ რესტორნებში გეუბნება, კარგი, მე არაფერ შუაში ვარ, მაგრამ როცა ეუბნები, რომ წელიწადნახევრის წინ დაფირდი, რომ გაანახევრებდი, იმიტომ რომ დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანია ჩაატარა და თქვა, ბენზინის ფასს გაგინახევრებთ, მე აღარასდროს წავალ ომში უცხოეთში, აღარასდროს, აზროს. სხვა არაფერს გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ გავხსნი ეპსტეინის სკანდალის ყველა ბარათს. რადგან ეგ მხოლოდ დემოკრატებს ეხება, მაგრამ როცა იქ მივიდა, აღმოჩნდა, რომ ეს დემოკრატებსაც ეხება, მაგრამ თვითონ 34 მილიონჯერ არის ნახსენები. 34,000. 34,000 ჯერ 3,200,000 ფაილში, რომლებიც ის არ გამოაქვს, 34,000 ჯერ. ესე რომ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნახეთ, ეს რასაც იტალიაში ბევრი აღიქვამს, როგორც ერთგვარ სკანდალს, რომელიც ეხება პედოფილს, რომელიც უკვე წლებია გარდაცვლილია და ასე შემდეგ. ნახეთ, ეპსტეინის სკანდალი გარლასკოში არ არის. სადაც ვერ გაიგებ, ვინ იყო დამნაშავე და ასე შემდეგ. ეპსტეინის სკანდალი ისეთი რამეა, რომ თუ გამოვლინდება ის, რასაც ბევრი ეჭვობს, შეიძლება ისეთი ზიანი მიატენოს, რომ ზოგი ამბობს, ეს ზიანი შეუქცევადიც კი იქნება, მათ შორის ძალიან ძლიერ ადამიანებსაც. ეს ეხება შეერთებულ შტატებსაც და ეხება თვით გაერთიანებულ სამეფოსაც. მოკლედ, საქმე ასეა. შენ გაქვს შიდა ფრონტი, სადაც მოძრაობის ნაწილი ყავს. მაგა, რომელიც უკვე მინიმუმ 2 თვე და ნახევარია. მირკო ეუბნება, მაგრამ ხო გითხარე, რომ აღარ ვივლიდით მსოფლიოს გარშემო. მე კიდევ ერთი საკითხია, მირკო. შენ გაგზავნე ის ორი ნიუ-იორკელი უძრავი ქონების დეველოპერი, რომ ირანელებთან ჟენევაში ემოლაპარაკათ. და სანამ ისინი ირანელებთან მოლაპარაკებაზე ისხდნენ, შენ ირანის დაბომბვა დაიცდეთ. აბა რა სანდოობა გაქვს? თუ ხვალდილით ხელს მოაწერ ძავს. ხელს მოაწერ ძავს, იმიტომ რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ძავს მოაწეროთ ხელი. მაგრამ რაც უფრო გადადებს ძავს შუალედურ არჩევნებამდე, მით უფრო მეტ ბერკეთს აძლევ ირანელებს. კიდევ ერთი საკითხი, ამ საკითხზე თუ დაფიქრდებით, ის რასაც შენ ადრე ახსენებდი, მირკო იხსენებს გუშინ დილით Financial Times-ის სარედაქციო სტატიას, სადაც ვაშინგტონიდან მთავარი მიმომხილველი ედუარდ ლუისია, თუ ონლაინ შეხვალთ, ვიპოვე ეს ადამიანი მართლაც ძალიან ინფორმირებული, ინფორმაციული და ადამიანურადაც ძალიან სასიამოვნოა, რომელმაც ზუსტად ის თქვა, რასაც შენ ამბობდი. ანუ ტრამპი ჩაერია სპარსეთის ყურეში, ზუსტად ისე, როგორც პუტინი ჩაერია დონბასში. და როგორც შეიძლება ტაივანში ჩაერიოს, რადგან ყველა ვამბობთ, ხო არა, აიღებენ ტაივანს. მაგრამ ნამდვილად გონიათ, რომ ვიღაცას უბრალოდ ერთი ღილაკის დაჭერა შეუძლია ბუმს გააკეთებს და გენერალ-კაპიტნის დამარცხებას მიაღწევს? მთელი ცხოვრებაა ეს საკითხები სწავლობს. ეს არ არის ისე, რომ შენი გეგმა, როცა უნდა განახორციელო, ყოველთვის ისე მიდის, როგორც ადრე გქონდა შესწავლილი. პირიქით, თითქმის არასდროს ხდება ასე. მთელი ეს ომი, რასაც თქვენ აღწევთ, დრონები და ასე შემდეგ, ბოლო თვეებში აჩვენა, რომ ამერიკელებს აღარ აქვთ ბერკეტი. მილკო, მათ უკვე 3 თვეა დაჩერებული ხავთ, 50,000 ჯარისკაცი განთავსებული ყურეში, ინდოეთის ოკეანეში.
მაგრამ რას ელოდებიან? შენ ამბობ, კარგი, შენ ხარ მსოფლიოს ყველაზე დიდი იმპერია, გაანადგურე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყველა საბრძოლო მასალის 40%, მაგრამ რას ფიქრობ, ჩინელებმა და რუსებმა რაკეტად არ დაითვალეს ყველაფერი, რამდენი გაანადგურე? შედეგი არც ერთი, აი ეს არის პრობლემა. მაგრამ ტრამპის სიამაყე, ტრამპის ხასიათით, მირკო, იმის ნაცვლად რომ აღიაროს თავისი შეცდომა, რამეს გამოიგონებს. მინდა შეგახსენო, რომ 2 თვისა და ნახევრის წინ, როცა მე და შენ ამაზე ვსაუბრობდით, სწორედ მაშინაც ერთ-ერთი პირველი ვიყავი იტალიაში, ვინც თქვა, ყურადღება კუბაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ კუბა ადვილი ნადავლია, არამედ იმიტომ, რომ ტრამპისთვის კუბის აღება თამაშია. მაგრამ შემდეგ ამერიკელები ისევ დაიწყეს გრენლანდიის გარშემო ტრიალი. ყურადღება ისლანდია ნერვიულობს. ბოლო რამ კანადამ გუშინ როგორც ნახეთ გადაწყვიტა შეიძინოს შვედური თვითმფრინავები. ბოლო დეტალი 2 დღის წინანდელ Financial Times-ში არის 2 ამბავი, რომლებიც იაპონიას ეხება, ძალიან საშიშია. პირველი უკვე დამოვლინდა. როცა დონალდ ტრამპი სი ძინპინთან პეკინში ჩავიდა, სიმ მას მხოლოდ ის არ უთხრა, როგორც ყველამ ვიცოდით, რომ არ დაეხმაროს, არ მისცეს იარავი ტაივანს და ასე შემდეგ. პირველი რაც უთხრა იყო, არ მისცე იარაღი იაპონელებს. იმავე გვერდზე Financial Times-ში არის მეორე სტატია, რომელიც ამბობს, რომ შეიარაღებული ძალები, რომ ამერიკული ინდუსტრიები ვერ შეძლებენ მინიმუმ კიდევ 2 წლის განმავლობაში ამერიკული იარაღის მიწოდებას, რომელიც იაპონიამ უკვე დაჯავშნა 2024 წელს. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ ტრამპს ამ მომენტში ნაკლები ძალა ებიძალაებს, ვიდრე გასულ კვირებში და არა მხოლოდ ყურეში. ილაპარაკეს პატარა რამეა. ორივე იყენებდა ამ დროს მოსამზადებლად, როგორც პაულო ამბობდა, ისე ირანელებმა, რომლებმაც თავიდან ამოიღეს და გაამრავალფერომეს რისკიც, ისევე როგორც ამერიკელებმა. ყველა ლაპარაკობს, მაგრამ მერე იქ არიან მზად მეორე რაუნდისთვის. სამხედრო თვალსაზრისითაც. არის კითხვა, დღეს რა არის ნამდვილი ბალანსის წერტილი, შეერთებული შტატების ინტერესს ირანის სტრუქტურულად დასუსტებაში და ზედმეტი ზეწოლის რისკს შორის. და რა რისკია? და თქვენ რას ფიქრობთ, რომ ერთი პირიქით რეგიონალური ანტიამერიკული გაერთიანება, ამერიკული შეფასება. პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში ამერიკელები დიდწილად ისრაელელებმა ჩაითრიეს და ლამაზი ზღაპარი მოუყვეს, თითქოს ყველაფერი მარტივი იქნებოდა. საქმე თითქმის დასრულებულია, ყოველჯერზე ვერ დაგვიცავთ, როცა გვიტევენ და ასე შემდეგ. მან დაიჯერა ეს ყველაფერი და მათ გაჰყვა ამ ამბავში და ჩემი აზრით ეს ამბავი საკმაოდაც კი, ფუნდამენტურია გენერალური შტაბის უფროსის გადაყენება. ყველა ეს სამხედრო, რომლებმაც ნამდვილად უთხრეს მას, ნახე ესე არ არის, ვერ შევინარჩუნებთ იმას, რაც ისრაელებმა გითხრეს. ამან გამოიწვია მისი გაძევება. არ ვიცი, შენ ას ფიქრობ, პაულო? კი და არა, კი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპია და გარშემორტყმულია იმ უცნაური პერსონაჟებით, რომლებსაც იკრებს, და ეს მაინც შეერთებული შტატებია, ესე რომ იქ მაინც არის რამდენიმე მოაზროვნე ადამიანი, არის ესეთი აზრი, რომ ნეთანიაჰუმ უბრალოდ მოატყუა ტრამპი, რომ მან გააკეთებინა ის, რაზეც ისრაელი ოცნებობს უკვე 30 წელია. ამაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ეს ცოტა ზედაპირული ხედვა. მოდი ვცადოთ ცოტა უფრო რთული ვერსია. დავიწყოთ სტრატეგიით, ამერიკული სტრატეგიის დირექტივით, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა, სადაც შეერთებული შტატები ამბობს, ნახეთ, ჩვენ უნდა დავწმუნდეთ, რომ ვფლობთ ჩვენს ნახევარსფეროს, ანუ სამხრეთ ამერიკას, ცენტრალურ ამერიკას და ჩრდილოეთ ამერიკას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზღვების კონტროლი, ყველა ოკეანეში არსებული ბაზებისა და ჩვენი 6 ფლოტის მეშვეობით. და ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება, არა დაუყოვნებლივ, მაგრამ მაინც უნდა თავდაცვ პოზიციაზე დავდგეთ ჩინეთთან შესაძლო ან სავარაუდო დაპირისპირების შემთხვევაში. ამასთან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისთვის ადგილი თითქმის არ იყო. ასე რომ ამ სტრატეგიის ნაწილი გამოჩნდა უკრაინის მაგალითზე, როცა დაახლოებით 1 წლის წინ ამერიკელებმა თქვეს
ნახეთ, დიდი სიამოვნებაა ეს ომი, მაგრამ თქვენ თვითონ მიხედეთ, თქვენვე მოაგვარეთ. რადგან ჩვენთვის ეს კონფლიქტში ჩართვა უკვე აღარ წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესს. რატომ? იმიტომ რომ ის სტრატეგიული ხაზი, რომელმაც ამერიკელები იმ კონფლიქტში ჩართვისკენ უბიძგა, ანუ იდეა ისევ იგივეა, იდეა ცვლილების გამოწვევის შესახებ. ძლიერი დათქმა რუსეთის ლიდერობას და შესაბამისად ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა, რაც რუსეთს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააკენებდა ვიდრე ეხლა. ეს ცდელობა ჩავარდა და ამიტომაც ისინი გამოეყვნენ ევროპულ თეატრს, ახლო აღმოსავლეთის თეატრში, ახლო აღმოსავლეთ. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყოს, რომ ჩვენ ვიყოთ ამ საკითხის მმართველები. ამიტომ, რადგან აბრაამის შეთანხმებები, რომლებიც დაიწყო 2020 წელს, უკვე 6 წელია, რაც ის მაგიდაზეა, მათ ისარგებლეს იმით, რაც მოხდა 7 ოქტომბერს ისრაელის რეაქციით. რომ ეთქვათ, კარგი, იქნებ ახლა მოვახერხოთ სწრაფად ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შეცვლა. ახლო აღმოსავლეთის გასაღებების ისრაელისთვის გადაცემა, ასე რომ ჩვენ გვექნება თავისუფალი ხელი, იქ სადაც უკვე თქვით, რომ გვინდა წავიდეთ. ასე რომ თავს გავითავისუფლებთ, ერთ წელიწადში გვერდზე გავდივართ, ევროპა უკრაინასთან ერთად და იქ ახლო აღმოსავლეთი ირანთან და იმ სხვა ხალხთან ერთად, ცუდად წავიდათ, როგორც ზემოთ ისე ქვემოთ. ამ ხრივ თუ ამას ამ კუთხით შეხედავ, ალბათ ტრამპი მაინც ის ადამიანია, ვისაც ეს გენერალური გეგმა ექნებოდა. შემდეგ უნდა ეს გეგმა ექსპერტთან განიხილო, რომელიც გეტყვის, ეს გეგმა შეიძლება იმუშაოს, ან ეს გეგმა ვერ იმუშაობს. ამა თუ იმ მიზეზის გამო. ტრამპის პრობლემა არ არის ის, რომ ასეთი იდეა ქონდა, რომელიც სტრატეგიულ დონეზე შეიძლებოდა კიდეც ემუშაო. პრობლემა იყო ის, რომ მან არ ენდო სპეციალისტებს, რომლებმაც მას უთხრეს. გეგმა ძალიან კარგია, მაგრამ შენ არ გაქვს რესურსები, უბრალოდ არ გაქვს რესურსები მის განსახორციელებლად, ასე რომ ან სხვა გეგმას უნდა მიმართო, ან დროებით გადადო. აი ესე რომ უყურეთ ნეთანიაჰუს იდეა, რომ მან ცხვირზე ატარა ტრამპი და მთელი ამერიკა ომში ჩაითრია, ეს ცოტა ნაკლებად გავს თამაშს. ესე როგორც მეგობრები, როცა დაარწმუნენ მთვრალი მეგობარი, უთხარი, მიდი დადე აქ კონიაკის ეს ჩიკა, უკვე ძალიან ბევრი დალიე, ამიტომ ეხლა ესე აღარ გამოდის. აი მე ამას ასე ვხედავ. კი, ხო იცი, ხალხს ყოველდღიური ცხოვრება აინტერესებს. თუ ის რაც ხდება, მათ ყოველდღიურად დაახლოებით ასიათ, ეხასელები ცნობილები არიან თავიანთი ბარბეკიუთი. ეს არის Washington Post-ის სტატია 25 მაისის, სადაც საუბარია ცნობილი ბარბეკიუ რესტორნების დახურვაზე, რომლებიც იჯულებულნი გახდნენ დაეხურათ. მე უბრალოდ ინტერესით შევხედე, იმიტომ რომ იცი, ხალხს ხშირად უყვარს გადამეტება, ხო, ასე. ესეთი რაღაცები. მერე გადავწყვიტე და ონლაინში რამდენიმე ვიდეო მეყურებინა და მართლა ფასები შოკის მომგვრელი იყო. თანაც იმიტომ რომ მათ არ აქვთ პატარა სასურსათო მაღაზიების კულტურა, რომლებიც სახთან ახლოსა ან მსგავსი რამ, ხალხის უმეტესობა ესე სწრაფად მიდიოდა სწრაფი კვების ობიექტებში საჭმელად. და ვინც ცდილობდა ჩვეულებრივი საყიდლების გაკეთებას, ეგრეთ წოდებულ სასურსათო საყიდლების გაკეთებას, მიხვდნენ რომ ფასები წარმოუდგენლად მაღალი იყო. ანუ საუბრობთ 1 კილოგრამ ვაშლზე $6, $7 ესეთ რაღაცებზე, განსაკუთრებით ხორცზე. შევნიშნე, რომ ისინი ძალიან დიდი რაოდენობით დაბალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ, ამერიკული ხორცი. ჩვენ ევროპაში ამას ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ ისინი მას ინდუსტრიულ მასშტაბებზე აწარმოებდნენ. ისიც შევნიშნე, რომ ინდაური, რომელიც ძალიან უყვართ ამერიკელებს, დაახლოებით 300 გრამი ინდაური $5 ღირდა. რაღაც ამდაგვარი. ხალხი ამას ხედავს, ეს აინტერესებთ, ეს არის ის, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ყურადღებას იპყრობს და სწორედ ამაზე საუბრობდა დონალდ ტრამპი და ამაზე ბევრი დაპირებაც ჰქონდა მიცემული. ამიტომ საინტერესოა, რომ ამ ომმა ესეთი პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა და ამერიკის ვალი კვლავ იზრდება. და აქ არის ერთი საინტერესო ფაქტორი. შემდეგ შეიძლება მომავალ კვირას რომელიმე ეკონომისტს მოვიწვევთ ალფარასში, იმიტომ რომ სოფლიო აცნობიერებს, რომ პირველად ამერიკის ვალი აღემატება ამერიკის წარმოების შესაძლებლობებს. ეს ნიშნავს, რომ იმით, რასაც გამოიმუშავებენ, პროცენტებიც უნდა გადაიხადონ. ასე რომ ეს სიტუაცია მხოლოდ ქვემოთ წავა, თუ რაიმე აღმასვლა არ მოხდება. რადგან პირველად ვალი აღემატება ამერიკის წარმოების შესაძლებლობებს და მათ პროცენტებიც უნდა გადაიხადონ.
ამაზეა საუბარი ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებსაც აქვთ ამერიკული ვალი. და შესაბამისად, მათ შეიძლება ჰქონდეთ ბერკეტი, ძალის ბერკეტი. ვისარგებლებ მცირე პაუზას, ეს სიურპრიზია, რომ ჩვენი აპლიკაციის განახლებები გადიზიაროთ, რადგან, რა თქმა უნდა, არის განახლებები. ბევრი ვნახე, ვინც კომენტარებში სწორედ ამ აპლიკაციაზე კითხულობდა. ამიტომ შემოგვიერთდება ანტონიო, კეთილი დაბრუნება ანტონიო და მოგცემთ ამ მცირე განახლებას. როგორც იცით, ცლებია ამ არცზე სხვადასხვა საკითხების დებანკინგიც გამიკეთებია და ასე შემდეგ, ჩვენ Telegram-ის ჯგუფიც წლების განმავლობაში დაიხლა წესია შინაგან ბრძოლას ვაწარმოებდით სიახლეების გამოქვეყნებასა და მათ გადამოწმებას, დებანკინგს. ვცდილობდით გადამოწმების პროცესის ჩატარებას. ეს ყველაფერი ხელით გაკეთდა, დიდი შრომითა და ძალისხმევით, როგორც ჩემგან, ასევე ჩვენი საზოგადოებისგან. დღეს ეს გამოცდილება ავტომატიზირებული ხდება. რადგან თუნდაც ჩემი Telegram-ის 11000 წევრით, ჩვენ ვერ შევძლებდით 14000 წყაროს, ან დაახლოებით ამდენის მონიტორინგს. აქ ერთვება ანტონიო, რომელიც 2022 წლიდან მომყვება და თავისი კომპანიით მართავს ჩემს რუკას. ბევრი სხვა რამეც გავაკეთეთ, ესე ვთქვათ, კულისებში და ეხლა გამოვიდნენ ამ აპლიკაციით, რომელსაც ანტონიო ეხლა აგვიხსნის. საღამოშვიდობისა ყველას, მიხარი აქ ყოფნა, საღამოშვიდობისა დანიელე, ასევე საღამოშვიდობისა გენერალს, რომელსაც ჯერ კიდევ არ მქონია პირდაპირ გაცნობის ბედნიერება, თქვათ ასე. ხო? მაშინ. ჩვენ წინა პირდაპირ ეთერში გავაკეთეთ მოკლე შესავალი, წინასწარი მიმოხილვა იმ აპლიკაციის, რომელიც Android-ის განმავლობაში გამოვიდა. ამიტომ სიახლე რაც შეგვიძლია უთხრათ ჩვენს მოხმარებლებს, ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მინდევრებს, არის ის, რომ საბოლოოდ აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია. ის ხელმისაწვდომია Android-ზე, Google Play Store-ში და შესაბამისად შეიძლება გადმოწეროთ. როგორც მირკო ამბობდა, ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით, რომ საზოგადოების გამოცდილება დაგვეგროვებინა და ყველა ინფორმაცია საუკეთესო გზით გამოგვეყენებინა. ეს მირკოს საზოგადოების დამსახურება თავისი სხვადასხვა ფორმით. მაგალითად იქნება ეს Telegram-ის ნაწილი, YouTube-ის ნაწილი თუ სხვა ყველაფერი. ჩვენ ვეცადეთ ამ ინფორმაციის აღება, რათა ჩვენი ხელოვნური ინტელექტები უკეთესად გაერკვნენ ამ მონაცემებში. რისთვის? იმისთვის, რომ შეგვძლებოდა აპლიკაციის შექმნა, რომელიც ძირითადად დაგვეხმარებოდა ინფორმაციის კონტექსტის გაგებაში. აჩვენე ასე კიდევ, ვაჩვენებთ, ვენებთ. ფაქტობრივად, რადგან უკვე არსებობს მსგავსი სხვა აპლიკაციებიც. მაგრამ ისინი უფრო მეტად უბრალოდ მნიშვნელობას გაძლევენ. თუ სიახლეს ან გაზეთს აქვს მარცხენა ან მარჯვენა მიკერძოება, ეს აპლიკაცია უფრო მეტად ორიენტირებულია OSINT კვლევასა და დადამოწმებაზე. რა გაგებით? არსებობს ბევრი ლეიბლი, რომლებიც მხოლოდ იმ ფაქტორს არ ითვალისწინებენ, რომ სიახლე მარცხენაა. არამედ იმასაც, რა ტონით არის დაწერილი. რადგან, რა თქმა უნდა, თუ იერუსალიმ პოსტი ამბობს, რომ ჰამასის ლიდერი მოკლეს, კარგი, შესაძლოა ეს ინფორმაცია მართალია, შეიძლება არც მარცხენაა და არც მარჯვენა. მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რა ტონით წერს ამას ადამიანი და რა წყაროდან მოდის ეს იმ თემასთან მიმართებით, რაზეც საუბრობენ. და ეს უკვე დამატებითი რამეა. კიდევ ერთი დამატებითი რამ არის ის, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი ფილტრების შექმნა. თქვენ ხართ ლანძარა, მე ყოველთვის ლანძარას ვიყენებ მაგალითად, რომელსაც აინტერესებს რაკეტები, თვითმფრინავები, დრონები და მსგავსი რაღაცები, საერთოდ არ დაინტერესებს ტრამპის ამბავი, რომელიც ომანელებთან საუბრობს და მსგავსი რაღაცები. ფილტრავ აპლიკაციის შიგნით მუშაობს ისე, რომ პრაქტიკულად მხოლოდ იმ ამბებს გაჩვენებს, რომლებიც რაკეტებზე, დრონებზე და ასე შემდეგ საუბრობენ, ასევე წყაროს ქვეყნების მიხედვითაც. და ქმნის შენს ფილტრს. იმიტომ რომ მას ყოველდღე უნდა გაიღვიჯოს და ნახოს იმ თემების ამბები, რომლებიც აინტერესებს მთელი მსოფლიოდან. აი ეს ფუნქცია აბსოლუტურად არავის აქვს. შემდეგ კიდევ უამრავი სხვა გზა სიახლეების ასარჩევად. მაგალითად, ეხება თუ არა ნატოს.
ან მხოლოდ მაგალითად კონკრეტულ ქვეყნებს, ან კონკრეტულ საკითხებს. მე მინდა მხოლოდ დრონების შესახებ სიახლეები, შემდეგ უფრო დეტალურადაც განვიხილავთ ფუნქციებს, რადგან შეიძლება მხოლოდ ერთი ტიპის დრონი გაინტერესებდეს. მხოლოდ რიპერებზე სიახლეები მაგალითად, ან F-14-ის დანადგურების შესახებ სიახლეები მაგალითად. ასე დაღონდება ჩვენი ვანძარა. ამით შეგიძლიათ გააკეთოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების დახმარება, როგორც უკავშირი, ეხლა ხან გაუშვით ეს იქნებიან ბაგები, პრობლემები და მსგავსი რაღაცები. სხვა ფუნქციებს, რა თქმა უნდა, უფრო ტექნიკურს აგიხსნით, ანტონია. ზუსტად ასე, ზუსტად ისე, როგორც მიკო ამბობდა. აპლიკაციის მიზანია, ესე ვთქვათ, მომხმარებლებს მისცეს ინფორმაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის კონტექსტი. ესე რომ ჩვენ ტექნიკური თვალსაზრისით ვაგროვებთ მონაცემების თელ სერიას, რაც, რა თქმა უნდა, ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ვიხენებთ ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის, რომ მხისიერად თითოეულ ინფორმაციაზე, რომელსაც ხედავთ, მიეწეროს ეს ჭდეები. ამ გზით ერთი შეხედვით თქვენ პრაქტიკულად შეგიძლიათ ნახოთ, საიდან მოდის ახალი ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან როგორც ვიცით, ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც დეზინფორმაცია სამწუხაროდ ყველგანაა გავრცელებული. ამიტომ სულ უფრო მეტი ახალი ამბავია და შესაბამისად ძალიან რთული ხდება მათი კლასიფიცირება, შეფასება და ამ ყველაფერში სწორად ორიენტირება. ხელოვნური ინტელექტი საბედნიეროდ ამას ძალიან კარგად აკეთებს. და ამიტომ ჩვენ პატარა ეტიკეტების სწრაფად აღსაქმელი ნიშნების გამოყენებით ვცდილობთ ეს მონაცემები წარმოვადგინოთ. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ, ესე ვთქვათ, რედაქციულ ან გეოპოლიტიკურ პერსპექტივას, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება გავლენას ახდენდეს იმ ახალ ამბავზე, რომელსაც კითხულობთ, ესე ვთქვათ. თუ მე ვკითხულობ ახალ ამბავს, რომელიც გარკვეული ფორმით არის წარმოდგენილი ნატოს წევრი აქტორის მიერ, შემიძლია გავიაზრო და შევიქმნა წარმოდგენა სიტუაციაზე. თუ იგივე ამბავს, ან სხვა ამბავს ავრცელებს, ან წერს აქტორი, რომელიც საბჭოთა ბლოკის, უკაცრავად, ჩინეთის ბლოკის წევრია, მაგალითად, რუსეთის ფედერაცია შემიძლია შევიქმნა განსხვავებული წარმოდგენა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, მაგალითად, ამბის ტომი. როგორც მირკომ წინაჯერზეც აღნიშნა, ჩვენ გვაქვს პატარა ნიშნული, აი ეს აქ, რომელიც ძალიან პატარაა, თითქმის შეუმჩნეველი. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტობრივად გაჩვენებთ თუ როგორ სურდა ამბის ავტორს ამ ამბის წარმოდგენა. რა ტონალობით სურდა მისი წარგენა მომხმარებლისთვის. ამიტომ კლასიკური მაგალითი, რომელსაც ჩვენ ვიხენებთ, არის ის, რომ როცა კითხულობ ამბავს, მაგალითად, ვიღაცის გარდაცვალების შესახებ. დადებითი ტონალობით. რადგან აშკარად ეს დაწერილია იმ ჯგუფის მიერ, რომელიც პოლიტიკურად ან გეოსტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ ტიპის აქტორს. ძალიან საინტერესოა. წყაროების კლასიფიკაცია ეფუძნება იმას, მართალია თუ არა ეს ამბავი, რადგან შეიძლება კიდევ 10,000 საიტი იყოს, რომლებმაც ეს ამბავი გააბათილეს. ეს ქმნის წყაროების, ეთქვა, რეიტინგს, სადაც თუ გაზეთი სისტემატურად ავრცელებს ამბებს, რომლებიც შემდეგ მცდარი აღმოჩნდება, რადგან ისინი ან სხვა გაზეთებმა გააბათილეს, ან უბრალოდ ისტორიის ფაქტებმა, მოიყვან მადალიც. უკრაინის შეტევა უკვე წარუმატებლად დასრულდა, ევროპამ ეს უნდა აღიაროს. ეს იყო 2022 წლის სტატია, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა, რომ 2022 წლის შეტევა წარმატებული აღმოჩნდა. ხოლო ხელოვნური ინტელექტი იმ სტატიას ხედავს და ავტომატურად არასწორად მიიჩნევს. შემდეგ ნელ-ნელა მუშაობთ ბევრ სხვა კატეგორიაზე, რომ შევეცადოთ მართვას, მაგრამ ასევე ფილტრების შექმნასაც. იმიტომ რომ ჟურნალისტს, იმიტომ რომ ღია წყაროების მკვლევარს, რომელსაც შეიძლება სურს გარკვეულ საკითხებს მიხვეს. მაგრამ თქვათ, თუ ვინმე უბრალოდ ისა, ვისაც სურს კონდეს, ყოველ შემთხვევაში ფილტრის დონე იმისა, რაც ინტერნეტში შემოთავაზებულია, რაც ძალიან ბევრია, ეს კი გაძლევს მყისიერ ფილტრს. ეს არ არის მიკერძოება. იმ აზრით. ეს არ არის ჩემი აზრი, ანტონიო კოსტისა ან მსგავსი რამ, სამეცნიერო კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება, ყველასთვის ერთნაირია. ამიტომ არ არის ისე, რომ ვამბობთ, ჩვენი აზრით ის საიტი ესეთია, ჩვენი აზრით ის მეორე სხვანაირია, ის მთლიანად აშორებს იმ ფაქტორს, რომ მე ვარ კომენტატორი, ვცდილობ მოვიშორო ჩემი მიკერძოებები, ვიყო რაც შეიძლება ობიექტური და მოვიძიო რაც შეიძლება მეტი წყარო.
მე ვერასდროს შევძლებ იმას, რასაც ჩვენი ხელოვნური ინტელექტი მატერი აკეთებს, რომელიც ლამაზად არჩევს 14000 წყაროს. ბოლო რამ, რაზეც მუშაობთ, ეს არის უზარმაზარი პროექტი, რესურსები ანტონიო მუზუნელყო. მე ვდებ ჩემს დროს, ჩემს გამოცდილებას წყაროებთან მუშაობაში, მას შემდეგ რაც ეს საქმე დავიწყე. მაგრამ ეს ისეთი საქმე არაა, რასაც მარტო ვერ გააკეთებ. ამიტომაც მუშაობთ ასევე OSINT at Home-ზე. OSINT at Home არის კლიენტი, რომელიც ძალიან გავს იმას, რაც Berkeley-ის უნივერსიტეტმა დამოუშვა SET-ისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში. ანუ ეს არის პროგრამა, რომელსაც შენ ჩამოტვირთა კომპიუტერში და ის იყენებს 20-დან 30% შენი კომპიუტერის შესაძლებლობების მიხედვით. ჩვენს დასახმარებლად, ჩვენი ხელოვნური ინტელექტის კარტა წყაროების კატალოგიზაციაში. ასე რომ ეს ხდება კოლექტიური სამუშაო, რომ დაგვეხმაროთ. ეხლა ჯერ არ ვიცი, როდის შევძლებთ OSINT at Home-ის გამოშვებას, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი მათგანი, ვინც მიყვება, ნერდია. შეიძლება კომპანიაშიც კი აქვს სერვერები, რომლებსაც არ იყენებენ. Bravo, განაწილებული გამოთვლა, Quiz-კედელი და ასე შემდეგ, ან ხალხი, ვისაც აქვს ცნობილი Muleto, ან მეორე კომპიუტერი და ასე შემდეგ. თუ გსურთ დაგვეხმაროთ და OSINT app-ის ამ დიდი თავგადასავლის ნაწილი გახდეთ, წყაროების კატეგორიზაცია და ასე შემდეგ. OSINT at Home იქნება კლიენტი, რომ დაგვეხმაროთ. აბსოლუტურად. თუ შეიძლება ძალიან სწრაფად. ფედალ და ადრე ვამბობდით, საიდან მოდის ინფორმაცია, შემდეგ აქაც მირკოსთან ერთად ცადეთ ისეთი ინტერფეისი გამოგვეყენებინა, რომელიც რაც შეიძლება მარტივი და ინტუიციური იქნებოდა. რადგან ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს წარმოსადგენი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად მარტივად და ხელმისაწვდომად. მაშ, საიდან მოდის ინფორმაცია? უბრალოდ არის პატარა დროშები, რომლებიც ძალიან მოგწონს და რომლებიც გაჩვენებთ, მაგრამ რეალური წყარო, ნამდვილი და ორიგინალური ინფორმაციის არ არის ANSA-ს მიერ ხელახლა გავრცელებული ამბავი, ან პატარა იტალიური სტატია, რომელიც მოპარულია, ან გადმოტანილია Washington Post-ის სტატიიდან. შენ ხედავ მხოლოდ ორიგინალს, რადგან ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, ხედავს, ვინ გამოაქვეყნა პირველად. ტექსტი იგივე, აზრი არ აქვს, რომ 10 ერთნაირი შემოგთავაზოს. ზუსტად. ჩვენ მივდივართ იქ, სადაც ესე ვთქვათ, წყარო, ინფორმაცია იბადება. ამიტომ, რა თქმა უნდა, წარმოვადგენთ ინფორმაციას სტატიებს ორიგინალური წყაროებიდან და დავამატეთ პატარა დროშა, რომელიც გვეხმარება წყაროს წარმოშობის ამოცნობაში. რა ტიპის კონტენტია ეს? როგორც უკვე გითხარით, აქ არის ეტიკეტები, გვაქვს კლასიფიკაციის ტიპი, ესე ვთქვათ, ზოგადი და ასევე ცოტა უფრო კონკრეტული. სამხედრო, როგორც ადრე მირკომ თქვა, მაგალითად, თუ სტატია ეხება დრონებს, ნახავთ დრონის ეტიკეტებს. თუ ეხება სახმელეთო აქტივობებს, იქნება land და ასე შემდეგ. რომელი წყარო, ვინ აქვეყნებს? ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან, როგორც ხედავთ, დროშის გვერდით არის კიდევ ერთი, ანუ ორიგინალური წყაროს ეტიკეტი. და შემდეგ ჩვენ შევძელით ამ ფუნქციის გამოშვებაც, რომელიც უფრო მოგვიანებით ქონდა დაგეგმით. მაგრამ, ესე ვთქვათ, უკვე ჩანს, რომ ეს არის წყაროების რეიტინგი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ადგენს. როგორც მირკო ამბობდა, არსებობს რთული კრიტერიუმი, რომელსაც შემდეგში უფრო დეტალურად ავხსნით, რადგან ამას მარტო 2 საათი დასჭირდება, მაგრამ ამისთვის გამოიყენება ხელოვნური ინტელექტების მთელი სერია. ანუ ჩვენ არ გვყავს ერთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამას აკეთებს. აქ არის მრავალი ტიპის ხელოვნური ინტელექტის ორკესტრაცია, როგორც ღია, ასევე დახურული, ჩვენი სპეციალიზებული სისტემებიც. ჩვენ ვაჯვარედინებთ ხელოვნური ინტელექტების მიერ მიღებულ მონაცემებს სანდო საჯარო წყაროებთან, რომლებიც მედია საშუალებების რეიტინგებს ადგენენ. ჩვენ ვაკეთებთ ამ უზარმაზარ სამუშაოს და შემდეგ ვცდილობთ წარმოვადგინოთ იგი, მთელი ეს სამუშაო შევაჯამეთ ამ ბარათში. მაგალითად, მე ავიღე ერთი სულიად შემთხვევით და ხედავთ, რომ აქ დავიწყეთ ასევე ინფორმაციის წყაროს, დეტალების წარმოდგენა, რაც ეხება ინფორმაციის წყაროს შესახებ დეტალებს. და როგორც ხედავთ, სისტემები იწყებენ მაგალითად პროპაგანდის გამოვლენას. ჩვენ გვაქვს ძალიან რთული ალგორითმი, რომელიც იწყებს პროპაგანდის ფაქტორების განსაზღვრას და გვაჩვენებს მათ. აი ესე. ფუკვითლად ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის პროპაგანდა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება იყოს მაგალითად წყარო, რომელსაც აქვს პროპაგანდა. 5, მაგრამ ამას მწვანედ ნახავთ 500-დან. შემდეგ ხდება ყვითელი და წითელი და ასე შემდეგ. და შემდეგ, როგორც გეუბნებოდით, ის ნაწილი რედაქციული პერსპექტივის, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს გაშუქებაზე. სწორედ ქვეყნის წარმომავლობა იქ. ქვეყნები შეიძლება იყვნენ
არამიერთებული იყვნენ ნატოს ბლოკში ან ჩინეთ-რუსეთის ბლოკში. და შემდეგ არის ტონი, რაზეც ცოტა ხნის წინ გესაუბრებოდით. ასე რომ, აქაც შეგიძლიათ ერთი შეხედვით დაინახოთ ღონისძიების ტონი. თუ შეიძლება სწრაფად, ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკმარისია დრო რაც არის, ის არის, მით უმეტეს რომ შემდეგ კიდე ბევრი რამ გვაქვს. ბოდიშით, რადგან სინამდვილეში აპლიკაციაში ძალიან ბევრი რამ არის, თუ ეს ნათლად არის დაგეგმილი. ეს ტექნიკური საკითხებია. ჩამოტვირთეთ, სხვათა შორის მეუბნებიან, რომ ვიღაც ხორვატიაში ვიყურებს და აქვს პრობლემა ჩამოტვირთვაზე, ასე რომ არ ვიცი, ნახე თუ რაიმე ბლოკია რომელიმე ქვეყანაში. ბოლო რამ და მე დავიწყოთ იმით, რაც შენ გამომიგზავნე, დანიელე. თუ გინდათ დახმარება და იქნებ ამ საკითხებში ექსპერტები ხართ ტექნიკურ საკითხებში და ასე შემდეგ, შედით OSINT-ის ვებგვერდზე და იქ ნახავთ ფორმას, სადაც შეგიძლიათ პირდაპირ დაწეროთ და კანდიდატურა წარადგინოთ. და შემდეგ დაუგავშვილდებით ანტონიოს და ისინი შეაფასებენ, შეამოწმებენ. ამ ეტაპზე უფასოა, მონეტიზაცია არ გვაქვს, ყველაფერი ღია, ბეტა ფაზაშია და ასე შემდეგ. შემდეგ, რა თქმა უნდა, ამისთვის ხალხის დახმარებას ვთხოვთ, მათ შორის გამოთვლაშიც, რადგან თუ ვიღაც მოვა და ვაგნერზე კვლევის ჩატარება უნდა და ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს და სერვერებს მიმართავს, ყველა იმ შემთხვევაზე, როცა ვაგნერი იყო ნახსენეთი. მომდევნო 5 წლის განმავლობაში და შენ ჩემს რესურსებს იყენებ, ფაქტობრივად მე ვიხდი შენი კვლევისთვის. ეხლა ერთი რამეა ყოველდღიური გამოყენება, როცა ორ რამეს ამოწმებ და სულ სხვა, როცა ნამდვილი კვლევის ჩატარება გინდა. OSINT-დან მაგალითად სადიპლომო ნაშრომისთვის PMC-ებზე, კერძო სამხედრო კომპანიებზე. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია 200 ევროს დახარჯვა იმისთვის, რომ ერთ თემაზე 10,000 წყაროზე კვლევა ჩაგატარებინოთ. კრისტიანა აფი ეხლახან გადმოვწერე, როცა სიახლე გადმოვწერე, კითხე იგივე. ნახეთ პინეშკი. დიახ, შეიძლება არ იცოდეთ, რამდენიმე კონტაქტს ვესაუბრე, მათთვის ვინც არ იცის, ვინ იყო პინეშკი, ის იყო იტალიელი, რომელიც უკრაინაში იბრძოდა. დადასტურებული წყაროები ჯერ არ არსებობს. ის ესე ვთქვათ, ხანდახან გარკვეული პერიოდებით გაუჩინარება მისთვის უჩვეულო არ იყო. ლაივამდე პირდაპირ რამდენიმე კონტაქტს ვესაუბრე და მათაც აბსოლუტური დარწმუნება არ აქვთ, ასე რომ დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას. ძალიან სავარაუდოა დაახლოებით 90%-ით. მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით მცირე შანსია, რომ ეს შეიძლება იყოს გაცვლა ან მსგავსი რა. პირადად მე 100%-ით ვერ ვიპოვე, ასე რომ ძალიან დიდი ალბათობით კი, ასე რომ დიდი მადლობა, ანტონიო. გადახედეთ ბულებს, მათ ნახავთ ჩატშიც, აღწერაში და გამოკვეთილ კომენტარში. და შემდეგ განვაახლებთ ინფორმაციას, განსაკუთრებით როცა გამოვა House OSINT at Home, რადგან ის ნამდვილად დიდ დახმარებას გაგვიწევს. იქნება რეიტინგის სისტემაც, ასე რომ შეიძლება ციგნებს გაუგზავნით, მათ ვინც ყველაზე მეტად დაგვეხმარა რამეს მოვიფიქრებთ, მოვაწყობთ ყველაფერს. ასე რომ მადლობა ანტონიო, მადლობა თქვენ. მადლობა ინჩინიტე, მალე შევხვდებით. მას დანიელე, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც წამოწიე, ანუ ის რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურის მოცილება, რაც ამერიკაში ხდება. ანუ ამერიკა ტრამპთან ერთად თითქოს ცოტათი იცლება, რადგან ის ასეთია. ან თუ არ მეთანხმები ან რამეს ამბობ, რაც არ მომწონს, მოდი მოგაცილებენ. ეს მოხდა როგორც არმიაში, ასევე დიპლომატებთან დაკავშირებითაც. და ეს აუცილებლად ზიანს მიაყენებს გრძელვადიან პერსპექტივაში. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დიპლომატები, რომლებიც კარგად იცნობდნენ გარკვეულ სიტუაციებს და წლებია იქ იყვნენ, ფაქტობრივად ეს უკვე დაასუსტებს მომავალ პრეზიდენტს, ვიცით რომ მას მოუწევს ყველა იმ ზიანის გამოსწორება, რასაც ის იწვევს. რეალურად მე ხუმრობდი და ვამბობდი რომ მომავლის წინასწარმეტყველება რთულია, მაგრამ ერთს მაინც შევძლებ წინასწარ თქვა. შემდეგი ამერიკის პრეზიდენტი თავის 4 წელს გაატარებს ნახევარ მსოფლიოს ბუდიშის მოხდით. ეს საინტერესოა ანალიზი ამერიკული დიპლომატიის კრახისა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს. არ მგონია რომ ეს მხოლოდ პირადი საკითხია, ეს ასევე შეუწყნარებლობის საკითხია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ტრამპის ხაზს არ ეთანხმება. გირჩევთ აიკითხოთ, როცა დრო გექნებათ, რადგან ეს არის გამოძიება დაახლოებით 2 გვერდია. ამჟამად მას ვაქვეყნებთ Jerusalem Post-ის ვებგვერდზე, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ, გამოძიება Reuters-ისა. ამიტომ Reuters-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტოა, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტო სოფლიოში, Associated Press-თან ერთად.
და მათ მოусმინეს დაახლოებით 55,660 ამერიკელ დიპლომატს, მაგრამ ასევე სხვა ქვეყნების დიპლომატებსაც, პრაქტიკულად თითქმის ყველას, ანონიმურად. მონაცემები შემაშფოთებელია, გირჩევთ სერიოზულად და მშვიდად წაიკითხოთ ეს, რადგან უკვე რამდენიმე კვირის წინ ალბათ ვიღაცას ემახსოვრება. მე თქვენთვის აღვნიშნე ერთი მონაცემი. ყოფილი ამერიკის ელჩის პეკინში ჩემი ყოფილი უნივერსიტეტის მეგობარი ნიკ ბერნსი, რომელიც იყო ამერიკის ელჩი ნატოში, იყო მესამე ყველაზე მაღალი რანგის პირი, როცა ჰილარი კლინტონი იყო სახელმწიფო მდივანი. მან წარმოუდგენელი რამ თქვა და მან თქვა, რომ იმ ამერიკელ დიპლომატებს შორის, რომლებიც ახალი ტრამპის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა, ამჟამინდელ ადმინისტრაციაში, იყვნენ ერთადერთი ორი ამერიკელი დიპლომატი, რომლებიც ფარსის ენას ფლობდნენ, ანუ იმ ენას, რომელსაც ირანში საუბრობენ. ამ გამოძიებაში სხვა ამერიკელი დიპლომატებიც ანონიმურად ყვებიან, რომ როდესაც მათ სცადეს აეხსნათ ნიუ-იორკელი ორი დეველოპერისთვის, უიტკოკისთვის და კუშნერისთვის, იმ ტერმინების მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენებოდა ირანელებთან ბირთვულ მოლაპარაკებებში, უიტკოკს და კუშნერს არც კი ესმოდათ, რაზეც ცდილობდნენ ექსპერტები მათთან საუბარს. ამ გამოძიების მიხედვით პრეზიდენტმა თქვა, რომ ფარსის ენაა. ამერიკის საელჩოები მსოფლიოს გარშემო 195-დან არც ერთს არ ყავს ამერიკელი ელჩი სპარსეთის ყურეში. განსაკუთრებით როგორც მახსოვს, 7-დან 5-ს არ ყავს ელჩი. მირკოს მიერ ადრე ნათქვამი ფაქტი კიდევ უფრო გამაოგნებელია. თითქმის ყველა ახალი ელჩი, ის მცირერიცხოვანი ახალი ელჩები, პოლიტიკურად დანიშნულები არიან, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია. მაგალითად, კუშნერის მამა ყოფილი პატიმარი, რომელიც ციხეში იჯდა და რომელსაც ტრამპმა აბა ნახეთ პრეზიდენტის შეწყალება მისცა. დღეს ის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩია პარიზში. როგორც ლექს მოროს ლექსი ამბობს, ტრამპის ერთ-ერთი შვილი ამერიკის ელჩია ათენში. თუ თქვენ გადახედავთ ბერძნულ მედიას, ისინი იცინიან და იცინიან. ბერძნულ სოციალურ ქსელებში სიცილისგან, რადგან შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელიც მარალაგოსსა და ტრამპ თაუერს შორის დადიოდა. რა შეიძლება წარმოადგენდეს ის ქვეყანაში მაშინ? იმ რამდენიმე ელჩიდან, ვინც დანიშნეს, აბსოლუტური უმრავლესობა ის ხალხია, ვინც ტრამპის კამპანიაში ფული ჩარიცხა. შემდეგ არის ერთი შემთხვევა, რომელზეც როგორც იტალიელი ვფიქრობ, ადრე თუ გვიან იტალიური მედია, რომელიც საერთოდ სერიოზულად არ ადევნებს თვალს ამ საკითხს, მაინც გააშუქებს. მინდა აღვნიშნო იტალიასთან დაკავშირებით, რომ იტალიას ელჩის არყოლის ნაცვლად ორი ელჩიც კი ხავს. იმ აზრით, რომ ხავს ელჩი, რომელიც ფორმალურად პოლიტიკური დანიშვნისა, ეს არის შეერთებული შტატების ელჩი რომში, ფერტიტას შემდეგ ხავს ეს მეორე პიროვნება, ეს წარმოუდგენელი ადამიანი, დამიჯერეთ. ზამპოლი, რომელიც დადის და საკუთარ თავს ტრამპის ძალიან ახლო მეგობარ ელჩად აცხადებს, ხვდება ცენტრისტ მემარჯვენე და ცენტრისტ მემარცხენე პოლიტიკოსებს, მუდმივად დადის რომში და ამბობს, მე ვესაუბრები ტრამპს და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მდგომარეობა, როცა უნდა გაარკვიოს თეთრი სახლის პოლიტიკური ხაზი. და სწორედ ეს არის ის აზრი, რომელიც აიხსნება იმ გამოძიებაში, რომელსაც ეხლა უყურებთ. დიახ. ბოდიში რო ახსენებ, ბევრი დიპლომატი, ასე დავიგეთ, რას გულისხმობენ, როცა ტრამპმა მთელი ცივილიზაცია ახსენა. რა თქმა უნდა, ხალხმა, განსაკუთრებით ევროპისა და აზიის დიპლომატიურ წრეებში, დაიწყო თქმა. ფრთხილად. რადგან თუ რუსეთი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და დაიწყებს მსგავსი მუხარების გამოთქმას, აქ ყველაფერი აირევა. ასევე იმიტომ, რომ არავინ იცოდა, რას გულისხმობდა ბირთვული იარაღის გამოყენება. ამიტომ ევროპელმა მთავრობებმა დაუყოვნებლივ სცადეს დამამშვიდებელი განმარტებები მიეღოთ. ტრადიციული არხით, ანუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით. მაგრამ დიპლომატის თქმით, ოფიციალურმა პირებმა შემაშფოთებელი პასუხი გასცეს. მათ არ იცოდნენ, რას გულისხმობდა ტრამპი. ანუ ის წინასწარ არ ათანხმებს არაფერს, უბრალოდ იღებს და ამბობს რაღაცას და არავინ არაფერი იცის.
თუ თქვენ ნახავთ განცხადებებს რუბიო ვენსი ექსეთი არ ვსაუბრობთ ექსეთზე როცა რომელიმე ჟურნალისტი მოახერხებს და კითხვას დაუსვამს პასუხები ისეთია როგორიც ვით შეიძლება მერვე კლასის მოსწავლემ გასცეს როცა არ იცის რა უპასუხოს მასწავლებელს და გეუბნებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეიძლება ხელი მოაწეროს ირანთან შეთანხმებას ან არა შეერთებული შტატების პრეზიდენტი პეკინში წავა რომ შეთანხმება ეძებოს მაგრამ თუ შეთანხმებას ვერ იპოვის თვითონ ნახავს მას ტრამპის პირველ პრეზიდენტობაში ეს არის სიღრმისეული განსხვავება პირველთან შედარებით ეს არის ველტრონიზმი რომელიც ოკეანესიკითაც გადავიდა მაგრამ ასევე იტალიაზეც და შენ ამბობ მასში ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო ელჩი ბოლტონი, ფიონა ჰილი და კურტ ვოლკერი, 3-დან 2 ბოლტონი. პირდაპირ არასდროს მქონია საქმე, მაგრამ კურტ ვოლკერი ჩემი დირექტორი იყო. ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ფიონა ჰილი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპერტია. სხვათა შორის ის დემოკრატებს აძლევს ხმას, კურტ ვოლკერი ზომიერი რესპუბლიკელია, როგორც რესპუბლიკელია ბოლტონი. რა ხდება გარკვეულწილად ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლში ბევრი წარმომადგენელი მუშაობდა, რომლებიც მას ეუბნებოდნენ, პრეზიდენტო, ორჯერ დაფიქრდით, ნახეთ რომ არსებობს ალტერნატივა და ასე შემდეგ. მახსოვს ის ხასიათი, რომელსაც შენ აღწერდი მირკო, ტრამპის შესახებ, რომელიც იმის ნაცვლად რომ გითხრას მართალი ხარ, საკუთარ თავს ფეხში ესვრის. მეორე პრეზიდენტობის დროს მან აიყვანა მხოლოდ ისინი, ვინც ყველაფერზე ეთანხმებოდა, როგორც კაცები, ასევე ქალები. სხვათა შორის მინდა შეგახსენოთ, რომ მან 4 გაათავისუფლა. თითქმის ყველა ქალი იყო, თითქმის ყველა ქალს ათავისუფლებს. საინტერესოა, ამერიკულ მედიაში ამაზე ყურადღება გაამახვილეს და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ორი დეველოპერი გაუჩინარდა. ამასაც გეტყვი. იტალიურმა მედიამ, ჩემი აზრით, ამ ორ დეველოპერზე ჯერ კიდევ ვერაფერი გაარღვია. რომლებსაც რუსეთში, შემდეგ ყურეში და ასე შემდეგ მშვიდობის მოსაძებნად გზავნიდა, ბოლო კვირებში გაუჩინარდნენ. საქმეში პაკისტანელები ჩაერთნენ, სინამდვილეში ხო ნახე რომ ხვალ-დილით პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში მიდის, ანუ უკვე სახელმწიფოები ჩაერთნენ. დაგიკეთებთ ერთ მაგალითს, მე მყავს ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც ლონდონში მუშაობს, ასე ვთქვით. და როცა მე უთხარი მას, როგორ ნიშნავს ტრამპის ადმინისტრაცია ელჩებს მაგალითად ინდოეთში, მან მითხრა ჩვენ ინგლისელები თუ ვინმეს ბზავნით ახალ დელიში ელჩად რო გაგზავნო, მინიმუმ უნდა იცოდეს ჰინდი, უნდა იცოდეს ინდო, იმ ქვეყნის ენა, სადაც მიდის. ანუ აქ ეს ყველაფერი თამაშია, რაღაც ესეთი, ესე რომ პრობლემა ესაა, აქ უკვე ქავს პრეზიდენტი, რომელიც არაპროგნოზირებადია. ჯერ ერთ დღეს ერთ რამეს გეუბნება, მეორე დღეს სხვას გეუბნება, ანუ როგორ უნდა მოიქცე. მაგრამ იგივე ტრამპი გეუბნება, კარგი, მოდი ზავი დავდოთ, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ზეგ ამას დაიცავს. პირველი და მეორე, მან ტექნიკური პერსონალი გაათავისუფლა, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაახლოებით 3000 ადამიანი გაათავისუფლა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო მოიარეს, იციან ენები, აქვთ კონტაქტები და ასე შემდეგ, მსოფლიოს პულსზე უჭირავთ ხელი. ცხადია, რომ შენ აღმოჩნდი ისეთ სიტუაციაში, სადაც თუნდაც უნდოდეთ სახელმწიფო დეპარტამენტიდან, CIA-დან, FI-დან და ასე შემდეგ, ისინი ვერ შეძლებდნენ პრეზიდენტის დახმარებას. ამიტომ იმ ყველაფრის განადგურება, რასაც ჩვენ ღრმას სახელმწიფოს ვეძახით, ზიანს აყენებს ტრამპს. პირველ რიგში. ხო? რადგან ვიცი, რომ პაოლო ზუგით კარდათ არ არის, ესე რომ ყველაფერი რიგზეა, პაოლო, იმაჯინე. დიახ. არა, მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ საუბრები ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ თითქმის დამიმთავრდა ბატარეა, ესე რომ აქ უნდა დაგემშვიდობო. გითხარი შენი აზრი ამ საკითხზე, დელა. არა მხოლოდ ტრამპის და ასე შემდეგი კუთხით, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც. ანუ ისინი სახლში აგზავნიან უამრავ დიპლომატს. დიპლომატია კორპუსია, სამხედრო კორპუსივით. ეს არის ქვეყნის არსებითი ნაწილი. ეს არ არის რაღაც, რასაც ხუმრობით აკეთებენ.
არსებობს დიპლომატიური სკოლები, ფრანგებს აქვთ საკუთარი დიპლომატია, ინგლისელებს კი სხვა დიპლომატია აქვთ. მათ აქვს ტრადიცია, მაგრამ ტრადიცია არ არის პაპიონი, ან დეკორაციები, ან ისეთი რაღაცები, როგორიცაა მაგიდასთან მომსახურება. ეს არის კონტაქტების ქსელი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 2, 3, 400 წლის წინათაც კი იღებს სათავეს, ისინი დღემდე შენარჩუნებულია და განვითარებულია. არა იმიტომ, რომ დიპლომატიის ალტერნატივა ომია, ამიტომ არც ერთი ქვეყანა არ თმობს თავის დიპლომატიას, რადგან ხელში მხოლოდ ომის ინსტრუმენტი რჩება, რაც ძალიან ძვირია და რაც მთავარია, ძალიან არაპროგნოზირებადია. ძალიან გასაკვირია, რომ პირველი ძალა, ან ის, ვინც ჯერ კიდევ პლანეტის პირველ ძალად მიიჩნევა, დიპლომატიის არმიას თმობს. არ ვიცი, არსებობს თუ არა ეს სიტყვა იტალიურად, მაგრამ გულისხმობ დილეტანტობას. ან უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი დილეტანტურად იქცევიან. ადამიანებში, რომლებსაც არ წარმოდგენა რას აკეთებენ და ამით დიდ ზიანს იწვევენ. ეს საკმაოდ გავრცელებული ვირუსია, სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა, მათ შორის არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი, არც ჩვენი და ეს ზიანი შეუქცევადი არ არის. უფრო მეტიც, რადგან დანარჩენი მსოფლიო ამას უბრალოდ დროებით მოვლენად არ აღიქვამს, არამედ ხედავს როგორც შეერთებული შტატების მიერ არჩეულ გზას. და შენ კარგად მოიყვანე ეს მაგალითი. შემდეგი პრეზიდენტი მომდევნო 4 წელს გაატარებს მსოფლიოს ბოდიშის მოხდით. მაგრამ ამ წინადადების დასრულებაა ის, რომ უნდა ვნახოთ, მიიღებს თუ არა მსოფლიო ამ ბოდიშს. ან იქნება ამ 4 წელიწადში მსოფლიო იპოვის უფრო უსაფრთხო, უფრო დამამშვიდებელ და უფრო სანდო პარტნიორს. შესაძლოა ისეთ პარტნიორს, რომელიც აღარ იქნება ღირებულებებით ასე ახლოს, თუ ვივარაუდებთ, რომ ღირებულებებს საერთოდ აქვს მნიშვნელობა და ფასი ასეთ სამყაროში. და მართლაც ნახეთ როგორი რეაქცია აქვს მაგალითად ჩვეულებრივ ადამიანს დღეს. დღეს ჩვეულებრივი ადამიანი ჩინეთს აღიქვამს როგორც სტაბილურობის ელემენტს. რუსეთს კი როგორც ისეთ ელემენტს, სადაც კარგი ცოტა უხეშია, მაგრამ იგრძნობა, რომ მას ესაქვს და იცინის იმაზე, რასაც ტრამპი აკეთებს. ეხლა აიღეთ, მგონი ეს არის შეერთებული შტატების 49 პრეზიდენტი მგონი იყო, 49. შემდეგ წარმოიდგინეთ, აიღეთ ყველა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პორტრეტი, ჯორჯ ვაშინგტონიდან. ეხლა თითოეული იმ სახესთან ასოცირდება გულწრფელი სიცილი პირდაპირ სახეში. ანუ არავინ იყო ისეთი, ვინც მათ სახეს რო უყურებდა, სიცილი მოუვიდოდა. აბრაამ ლინკოლნის, ან რუზველტის, პირველი და მეორე, ან მსგავსი პიროვნებების გამოტანის გარეშე. მაგრამ სხვა პრეზიდენტებიც არ იყვნენ ისეთი ხალხი, ვისაც სერიოზულად არ აღიქვამდი. მისი მიხენებული ზიანი ეს არის სერიოზულია, რადგან რატომ უნდა უარი ვთქვათ დიპლომატიაზე ან შევამციროთ ის. ამ ხრივ. შეგიძლია გადაწყვიტო, რომ არ გამოიყენო ის, შეგიძლია გადაწყვიტო, რომ დროებით შეაჩერო, ერთი ნაბიჯით უკან დაახევინო, არა? ეს ნაპოლეონის პოლიტიკა იყო. ნაპოლეონი წინ უშვებდა თავის არმიებს და აცოცხლებდა თავის დიპლომატიას. მაგრამ ის მეორე პლანზე გადაქონდა, როცა თითქმის იმ დროს წინ აგზავნიდა თავის ელჩებსაც, შეგიძლია გადაწყვიტო ამის გაკეთება, მაგრამ ვერ გადაწყვეტ მის დაშლას. რადგან თუ დაშლი შენს ქვეყანას სტრატეგიულ რესურსს ართმევ. და ეს საუბარი ეხება ამერიკასაც, ასევე ეხება საშუალო და პატარა ქვეყნებს, როგორც ჩვენი ქვეყანა, რომლებსაც ამ არეულ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ შეასრულოს. ზუსტად იმიტომ, რომ ისინი არ ემუქრებიან არავის და შეიძლება საღიაზრის მატარებლები იყვნენ, თუ ჩვენი დიპლომატიური არხი ცოცხალი და აქტიური დარჩება. და თუ ბოლო დროს ნახავთ, ვინ წარმოადგენდა მათ, რაღაცა იჩვი მიჩდება, ესე ვთქვათ. რაღაცა იჩვი მაქვს, რომელსაც ჩემთვის ვინახავ. წინს რომ უნდა დაგემშვიდობოთ, რადგან ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მოსმენა და მეც გისმენთ. დანიელი ამას ხვალ მოусმეს, შენც მირკო, ასევე მე ჩანაწერში ვნახავთ. მადლობა სუხთი ყველას, ვისაც აქამდე ჩემი მოსმენის მოთმინება გქონდა. მადლობა შენ პაოლო, რომელიც მიუხედავად ზურგის ტკივილისა, აქ ხარ ჩვენთან ერთად. ეს თავდადების სული, ასევე პატივისცემაც. ეს ყოველთვის სიამოვნებაა. მადლობა პაოლო. ნახვამდის დანიელე, ბოლო შენთვის რო დაგტოვო. დასკვნა არის რაღაცა, რაც ჩატშიც ტრიალებს, მაგრამ ამ ყველაფერში ჰექსეთი და ყველა სხვა პერსონაჟი სად არიან, გარდა მისი განცხადებებისა და ასე შემდეგ, ვანსი განსაკუთრებით არაფერს ამბობენ. მადლობების მიმართ, მადლობა ყველას დაპირებებისთვის, რომ ომში არ ჩათრევდნენ,
ეს ომი 6 კვირა არ უნდა გაგრძელებულიყო. ნუ თუ ამ პერსონაჟებმა გაიგეს, რომ ტრამპის მიერ აღებული კურსი მათაც დააზარალებს. და ამიტომ გარკვეულწილად ცდილობენ თავი დააღწიონ, დაიცვან გარკვეული დისტანცია, იქნება ცოტა უფრო ნაკლებად თვალსაჩინოები. ვანსი განსაკუთრებით იყო დაინტერესებული იქ ყოფნით, როცა ზელენსკი იქ იყო, ზელენსკი ყველგან იყო, როგორც კინძი, უცებ კი ლობსტერივით გახდა, თეფშზე ვეღარ იპოვი. არა მხოლოდ ეს, თუ დააკვირდებით, მას შემდეგ რაც მინდა მამამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ენციკლიკა ხელოვნურ ინტელექტზე, ვანსმა, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, ცოტა დაემუქრა კიდეც და ასე შემდეგ, ბოლოს კომპლიმენტი უთხრა. ანუ ვანსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ კათოლიკედ მოექცა და მათი აზრით კათოლიკეების ნაწილს ხელმძღვანელობდა, მაგა უფრო მძაფრად უპირისპირდება ამ პაპს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი აქვს. ამიტომ ერთ-ერთი ძალიან იშვიათი ფიგურა ამ დონეზე. ის მათ აირჩიეს, ამ უმადურებმა, მათი წყალობით აირჩიეს ესეთ დონეზე. ზუსტად, გარკვეულწილად შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ნარატივისთვის. აქ რა თიმალება? ანუ ეს ასპექტიც ამასაც ვაღიარებ, რაღაც ხდება. ისე ჩანს, თითქოს მინისტრების დიდი ნაწილი, ესე უწოდოთ, მუნჯები გახდნენ. ბოლო დღეებში, როგორც ვამბობდით. ჯერ ნიუ-იორკელი ორი დეველოპერი გაქრა, შემდეგ კი ტრამპის თავრობის 4 წევრი გაათავისუფლეს. საფრთხეშია FBI-ის დირექტორი, რომელსაც თუ ამერიკულ პოდკასტებს მოусმენთ, მხოლოდ ღვინის ბოთლი აკლია. და მერე გამოქვეყნდა ატლანტიკის გამოძიება. თუ გახსოვთ, ის ძალიან გაბრაზდა, რომელიც ამბობს, რომ ის იმდენად მთვრალი იყო, რომ ერთ მომენტში სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. რო თქვეს, თუ ეხლა რამე მართლა მნიშვნელოვანი მოხდება, ან კარს შევამტვრევთ იმ ოთახისა, სადაც ეს კაცი ჩაიკეტა, ან და FBI-ის უფროსი. ანუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სადაზვერო სააგენტოს, ანუ მსოფლიო კრიმინალთან ბრძოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადგილზე არის. ჰექსეთი ხუმრობა, ჰექსეთი ერთი ადამიანია, გახსოვთ? ამაზე ვსაუბრობდით დასულ წელს, როცა ის წავიდა და გააპროტესტა 1200 თუ რამდენი ამერიკელი გენერალი, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იყვნენ მოწრეული, კვანტიკოში, ვირჯინიაში. რომ ეთქვა მათთვის, შენ მსუქანი ხარ, შენ გრძელი წვერი გაქვს. შენ ცოტა უკეთ უნდა ჩაიცვა. მაშასე პრობლემა ასეთია. აი მირკო, ეს ისტორიის წიგნები, მათთვის ვისაც დარწმუნებული ვარ, ისტორიის წიგნებისადმი ვნება აქვს. სავსეა ისეთივე სიტუაციებით, როგორიც ჩვენ ახლა ავწერთ. როცა ერთი კაცი მართავს ყველაფერს და შენ ამ მომენტში ვაშინგტონში ერთი კაცი მართავს ყველაფერს, რომელსაც ხასიათითაც კი არ აქვს ინტელექტუალური მოგრძალება, რომ სხვისი აზრი მოისმინოს. სხვისი აზრი შეიძლება იმასაც გეუბნებოდეს, რომ მართალი ხარ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გითხრას, რომ არსებობს ალტერნატივა. შენ ადრე ირანზე თავდასხმის შემთხვევა ახსენე. New York Times-ის გამოძიება, რომელიც ერთი თვის წინ გამოვიდა, გვეუბნება, რომ მთელი ეგრეთ წოდებული ამერიკული ღრმა სახელმწიფო თეთრ სახლში პრეზიდენტს უთხრეს ფრთხილად. პირველი რამ, რასაც ირანელები აკეთებენ, არის ჰორმუზის დახურვა. ეს განსაკუთრებულ ცოდნას არ საჭიროებდა. ნეთანიაჰუ იყო ის, ვინც დაჟინებით მოითხოვდა, დარწმუნებული. ნეთანიაჰუ და მოსადის ხელმძღვანელი დაჟინებით თხოვდნენ ტრამპს, რომ რეჟიმი დაეცემოდა. არა მხოლოდ რეჟიმი არ დაეცა, არამედ მათ ვერ შეძლეს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, ანუ ნეიტრალიზაცია იმისა, რაც ტრამპის აზრით იყო საჭირო. სხვათა შორის, გასულ წელს მან თქვა, რომ ყველაფერი გაანადგურა, რადგან ჩვენ მის დევნაში ვივიწყებთ იმას, რაც წინა დღეს თქვა. მან გასულ წელს გრანტთან ერთად თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ ყველაფერი გაანადგურეს. მას ამერიკული დაზვერვის უფროსი, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, როცა გაბარდი გადადგა, რადგან მისი ქმარი ცუდად არის და ასე შემდეგ. სინამდვილეში, მან მაშინვე დაუპირისპირდა მას, როცა თქვა, გაბედა ეთქვა, ფრთხილად, ამერიკული დაზვერვის სააგენტოები გვეუბნებიან სხვა რამეს ვიდრე შენ.
წინა შემთხვევები არ მახსოვს. გახსოვს 2010 წლის 24 ივნისი, მაგრამ ჩვენც ორსინტერში, ან კიდე უარესი ორსინტერში ვამბობთ. წარმოუდგენელი იყო, რომ ამერიკელებს არ შეეძლოთ ზიანის შეფასება იმაზე, რისი რეალურად გადამოწმებად შეუძლებელი იყო. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, როცა შენ საუბრობ მოლაპარაკებაზე და კომპრომისზე, რეალურად კეთდება გარკვეული ვარაუდები. ანუ შენ იღებ ამ ცნობილ 440 კილოგრამ ურანს, რომელიც ძალიან გამდიდრებულია. და ამ ურანს აძლევ რუსებს, აძლევ ჩინელებს, აძლევ ვიღაცა სხვას, ისეთი რამ, რასაც ირანელები არასდროს გააკეთებენ, რადგან იმ მომენტში, როცა ირანელები გადასცემენ მას, თუნდაც მეგობარ ქვეყანას, თუ მომავალში მართლაც მოუნდებათ ატომური ბომბის წარმოება, ამას ვეღარ შეძლებენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ ურანს უკან მოითხოვენ, მაშინვე გამოაშტარავდება მათი ჩანაფიქრა. მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა, ეს ურანი არსებობს, არ არსებობს, სად არის? და შენ გაქვს ისტორია, მირკო. ჩვენ სულ ტრამპზე ვსაუბრობთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი სულ მცირე ობამას დროიდან იწყება. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 20 წელია დიქტატორულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი, კომპრომისებზე მიდის. მაგრამ იგივე გააკეთეს კადაფისთანაც. უთხრეს კადაფის, შენ დაგვიბრუნე ქიმიური იარაღი და ჩვენ საშუალებას მოგცემთ გააგრძელო ლიბიის ხალხის დევნა. ვის აინტერესებს, რომ დემოკრატია არ არის? თავარია, რომ ისინი გაძლევენ ქიმიური იარაღს კლაუმად. და ვიღაცა ამბობს, მოიცა, მე ხო კიდევ ერთი დიქტატორი ვნახე, ასე დაამთავრა, რატო უნდა გავაკეთო მეც იგივე? მაგრამ ვინ ენდობა? აბა, შენ არ შეგიძლია კომპრომისზე წასვლა. აი ეს არის ნამდვილი პრობლემა. ტრამპმა ობამას კომპრომისი ამ პარტაუნებით დაარღვია და იმ მომენტში მან თქვა, მე გაჩვენებთ მე. ისე რომ არც კი შევხედავ იმ რუკას, რომელიც შენ მანამდე აჩვენე. თუ გიბრალტარში ესპანეთი და მაროკო დახურავენ ესპანეთი და მაროკო. გეოგრაფია აზრის საკითხი არ არის. ეს არის რაღაცა, რაც არსებობს მას შემდეგ, რაც მსოფლიო არსებობს. ან კომპრომისს პოულობ, ან ვერ გამოხვალ ამ მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა გქონდეს ინტელექტუალური მოკრძალება, რომ ჯერ აღიარო წინასაარჩევნო კამპანიაში სისულელეები თქვი, ყოველ შემთხვევაში გარკვეულ საკითხებზე, როგორიც ესაა, რა ყველაფერს. მაგალითად, არალეგალური მიგრაციაზე, სხვა საკითხებზეც. ტრამპი, ჩემი აზრით, მართალი იყო, ანუ ეს woke controls იყო გასცენილი, ობიექტურად controls იყო გასცენილი. არ ლაპარაკობთ იმაზე, როცა იწყებენ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლების დანგრევას. მაგრამ ზოგადად აქ ეს რაღაცები. ეხლა კითხვები, ესენი არის მოსაზრებები. ესეთი დასასრული მერე დავასრულებთ. ჩემი აზრით ეს 2 დღე და ასე შემდეგ არაფერს მოიტანს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმ დამშვიდებებში, რაც დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მისცა, იყო ის, რომ მშვიდად ყოფილიყო ურანის საკითხზე. ჩვენ აბსოლუტურად უგრძნობლად ვჩებით, ჩვენ გვინდა გადაცემა. ეს ზუსტად ის აუცილებელი საკითხია, რომელზეც ირანელები საერთოდ არ სურთ რაიმეს მოსმენა. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაფრის მიუხედავად შეიძლება იყოს 30 პუნქტი, მაგრამ ამ ორ საკითხზე საქმე ყოველთვის ჩაიშლება. ისინი არ სურთ თავიანთ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა და მეორე მხრივ ისინი აბსოლუტურად მოითხოვენ ბირთვულზე უარის თქმას. ჩემი აზრით, ყველაფერი დანარჩენი უფრო დასაბუთებადია, უფრო მართვადია და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ეს ომი ისრაელისთვის სწორედ იმ საკითხზე იყო, ირანისთვის ბირთვული იარაღის მიღების შეჩერებაზე. არც მეტი, არც ნაკლები. ყველაფერი დანარჩენი კი, კარგია, მათში ან მცირეს მათი შესაძლებლობები, მისი სარაკეტო, საწარმოო, საზღვაო ძალები, თუმცა საბოლოოდ ეს არაფერში სჭირდებოდათ, რადგან ორმუზის სრუტის დასაშინებლად საკმარისია პატარა ნავები. ის იმდენად ვიწროა, რომ სანაპიროდანაც შეგიძლია უპრობლემოდ ესროლო. ვფიქრობ ამ ორ საკითხზე, რომლებიც სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ისტორიაში, შეთანხმება არასდროს იქნება. პატიოსნად რო ვთქვა და რადგან დონალდ ტრამპი მათგან ერთ-ერთია, ვინც ამბობს, ან ყველაფერს მომცემთ და ყველაფერში უნდა გავიმარჯვო, ან საერთოდ არ მაინტერესებს. ვფიქრობ ისინი რამდენიმე კვირას დაკარგავენ მოლაპარაკებების გადადებებით და შემდეგ
გარდაულად იქნება ამერიკული შეტევების მეორე ტური. რაც აბსოლუტურად არაფერს შეცვლის. ისევ იგივე სიტუაცია დაბრუნდება. და აქ არის ის საუბარი, რაც ალფარაფარასთან ჰქონდა, კრიზისი, რომელიც ტრამპის თქმით 6 კვირა უნდა გაგრძელებულიყო, უკვე მოგებული ჰქონდათ, ეხლა კი ეს სისტემურ კრიზისად იქცა, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ამბავი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. უსასრულოდ. ასე რომ მე ვერ ვხედავ მას, რომ აღიაროს მარცხი და ის რომ ვერ მიაღწია რეალურ მიზანს. რეალური მიზანი შეიძლება ყოფილიყო რეჟიმის შეცვლაც. შეშლილობაა, ასე ფიქრი, მაგრამ თავარი საუბარი ურანის გამდიდრებაზეა. ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი დანიელეს და კიდევ უფრო დიდ მადლობას პაოლოს, რადგან მას ზურგის ტკივა. ამიტომ გადაცემაში დიდხანს ჯდომა არ შეუძლია. ამიტომაც ამას აკეთებს მხოლოდ თავგანწირვის სულისკვეთებით, არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ მაყურებლებისთვისაც. განახლებისთვის და დიდ მადლობას ვუხდი ანტონიოს, გახსენებთ, რომ აპლიკაცია აღწერაშია, ჩამოტვირთეთ, გამოგვიგზავნეთ, უკავშირი, ელპოსტები, შედით ვებგვერდზე და იქაც ნახავთ ფორმებს, სადაც შედილიათ გამოგვიგზავნოთ ბაგები ან თქვენი მონაწილეობისა თუ დახმარების სურვილის შესახებ შეტყობინებები. ვეცდებით, რომ ყველაფერზე განახლებებს მოგაწოდოთ. ასე თქვენ მეც მეხმარებით, რადგან ხშირად ხალხი კომენტარებში მწერს მართალია ეს ამბავი. შედით აპლიკაციაში, დიახ, ეს მოგცემთ ფილტრის ისეთ დონეს, რასაც უბრალოდ ყურება ვერ მოგცემთ. იტალიური მედიის უმეტესობა ხშირად ერთსა და იმავე ამბავს ავრცელებს, მაგრამ არ ამოწმებს მას. თანაც ვის აინტერესებს ამბის გადამოწმება? თუ ეს ამბავი ხმაურს იწვევს, შენც აქვეყნებ, ცდილობ ტალღას ახვე, რაც ჟურნალისტური მუშაობის საპირისპიროა, უნდა გადაამოჭმო მართალია თუ არა ეს ამბავი, მე რატო გიყურებ, რა არის შენი საქმე, სხვისი ამბების გადმოცემა ეს ჟურნალისტების საქმე არ იყო. ყველას მადლობა და მშვიდობიანი ღამე, კვირას შევხვდებით, განვაახლებთ ინფორმაციას უკრაინაზე ან უარეს შემთხვევაში უხშებაც.